დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს ჩვენ გვაქვს თებერვლის სესიის მეორე ლექცია კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში და როგორც შეგვეფერება, ისეთი სტუმარი გვყავს. დღეს აქ იორქენლეს აუდიტორიაში ლექციას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ღვთისო მამისიმედიშვილი. როგორც ჩვენს ანონსში წაიკითხავდით და ალბათ უკვე იცით, ბევრი მისი უშუალო სტუდენტიც ხართ, მაგრამ დანარჩენების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც ბატონი ღვთისოს სტუდენტი არ ყოფილა. ფილოლოგების უმრავლესობა, კავკასიოლოგების უმრავლესობა, ისტორიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი გადის მის საგანს, რომელიც ფოლკლორისტიკის სხვადასხვა დარგს უკავშირდება. მეცაც გეტყვით, ბევრი ადამიანისთვის პროფესიის არჩევის დროს ბატონი ღვთისოს ლექციები არის ხოლმე განსაზღვრელი. იმიტომ რომ ბატონ ღვთისოს ზურგს უმაგრებს კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება და არამხოლოდ კვლევის სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობის, არამედ მას ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებთან ერთად, სტუდენტების თანადგომით ექსპედიციების წარმოებისა. და არერთ ახალ აღმოჩენას გადაჰყრიან ბატონი ღვთისო და მისი სტუდენტები აი იმ საველე სამუშაოების დროს, რომელსაც გასწევდნენ ხოლმე საქართველოს მთაში თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბატონ ღვთისოს გამოცემული აქვს წიგნები არამხოლოდ ქართული ფოლკლორის შესახებ და ჩვენი ეროვნული ფოლკლორული ნიმუშების შესახებ, არამედ ბატონი ღვთისოს ინტერესის, სამეცნიერო კვლევითი ინტერესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია ქართულ-კავკასიური ურთიერთობები. რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვს ჩვენს და კავკასიელი ხალხების ფოლკლორს, ეპისიტყვიერებას, ისტორიულ გამოცდილებას ზოგიერთი ასპექტით. რა ქმნის კავკასიაში საერთო მითო-ეპიკურ სივრცეს და გარემოს. აი ეს თემები, ეს საკითხები პროფესორ მამისიმედიშვილის შესწავლის ერთ-ერთი საგანია. თქვენ რომ უბრალოდ ჩაწეროთ ბატონი ღვთისოს სახელი ეროვნული ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში, იქ ამოგიგდებთ უამრავ წიგნს, მათ შორის სხვადასხვა კავკასიელი ხალხების მითოსისა და ფოლკლორის შესახებ. იქნებიან ეს ოსები, ჩეჩნები თუ სხვა ჩვენი მონათესავე და ძვირფასი ხალხი. ბატონი ღვთისო ჩვენთვის, ჩვენი სახალხო უნივერსიტეტისთვის ყოველთვის განსაკუთრებული შინაარსის ლექციებს არჩევს ხოლმე, წელსაც გაგვიმართლა და დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფეროვან თემაზე საუბარი. პროფესორ მამისიმედიშვილის ლექციის თემა გახლავთ მეფეთა მითოსი და ისტორია. შესაბამისად, წინ საინტერესო 1 საათი გველის, დარწმუნებული ვარ, ამ 1 საათის გასვლის შემდეგ იქნება შეკითხვები ჩვენს დარბაზში. მე იმედი მაქვს, რომ თელავის, გორის, ზუგდიდის უნივერსიტეტში, ზუგდიდის ბიბლიოთეკაშიც მიდის ჩვენი ხმა და იქაც აღძრავთ ინტერესს, ასე რომ ეხლავე გავჩუმდები და 1 საათით გადავცემ სიტყვას ბატონ ღვთისოს. ქალბატონ ცირასგან განსხვავებით, ბატონი ღვთისო, ასე ვთქვათ, დროს ოდნავ უფრო მეტ პატივს ცემს. ანუ მე მგონია, რომ ჩავეტევით იმ რეგლამენტში, რომელიც გამოყოფილი გვაქვს. დიდი მადლობა ბატონო ღვთისო მეგობრობისთვის, ჩვენთან ყოფნისთვის და ან საინტერესო თემების შერჩევისთვის. ბატონო ლევან, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი წარდგენისთვის ჩვენი აუდიტორიის წინაშე. ეს კიდევ უფრო დამატებით
მე პასუხისმგებლობას მანიჭებს, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს თქვენი აუდიტორია, აქ მოსვლა, ლექციების ჩატარება, რადგან ვიცი, რომ აქ არის არაჩვეულებრივი აუდიტორია, რომელიც მუდამ განსაკუთრებული ყურადღებით მისმენს და რასაკვირველია, ამიტომ მინდა რომ მივესალმო ახლა მათ, მივესალმო რეგიონებში ჩვენს მსმენელებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გვისმენენ და წარმოვადგინოთ ჩემი დღევანდელი ლექცია. როგორც გამოცხადებული იყო, ეს არის მეფობის მითოსი და ისტორია. სწორედ აი ამ საკითხს ჩვენ გადავყავართ უძველეს წარსულში, რაღაც საკრალურ დროში, როცა პირველად იქმნებოდა საგნები და მოვლენები. ეს პრობლემა სწორედაც რომ უკავშირდება კაცობრიობის გარიჟრაშს, არქეტიპების ხანას. სწორედ მეფობაც აი იმ პერიოდში წარმოიშვა და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ეხება კულტურული ღირებულებების გადაცემის საკითხს. რადგან კულტურული ღირებულებები და ცივილიზაციის საწყისები ეს იყო უძველესი მითოლოგიების თანახმად, ეს იყო რა თქმა უნდა ღვთაებრივი სუბსტანცია. და სწორედ ღვთაებრივმა არსებებმა გადასცეს ადამიანებს აი ეს კულტურის და ცივილიზაციის საწყისები, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო სწორედ მეფობა. მაგრამ ეს კულტურული ღირებულებები და ამ უფრო ზუსტად კულტურულ ღირებულებათა ეს საწყისები გადაეცა არა უშუალოდ ადამიანებს, არამედ რჩეულებს, რომლებსაც მერე ეს უნდა გაეცნოთ ადამიანებისთვის. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ აი ამ კულტურული ღირებულებების, ცივილიზაციის საწყისების ადგილი იყო შუამდინარული მითოლოგიის თანახმად ან ოკეანეში, ან ზეცაში. და სწორედ აი ამ სტილს მიჰყვება სწორედ ქართული მითოლოგიაც. მაგალითად, როცა ჩვენ ვეხებით საკრალურის წარმოშობას, საკრალურის წარმოშობის ჩვენ გვაქვს ორი მოდელი. ერთი, რომელიც უკავშირდება ხთონურ სამყაროს და მაგალითად კერიასთან აღმოცენდება იფანი და იქ დაარსდება თემის სალოცავი და მეორე, როცა ციდან ჩამოდის, აი ციდან სვეტის სახით ჩამოდის საკრალური და იქცევა მის მიწიერ საბრძანისად. ერთი სიტყვით შუამდინარული მითოლოგიის თანახმად ეს არის ყველაზე უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია კაცობრიობაში, მოგეხსენებათ და ჩვენ აქ საქმე გვაქვს 4000 წლის წინანდელ კულტურასთან, რომელიც წერილობითი სახით შემორჩა ჩვენამდე. აი ეს კულტურის ღირებულებები სწორედ აბგალებმა ან აფქალებმა ამოიტანეს ოკეანიდან. და ესენი იყვნენ ნახევრად ადამიანური, წიგი წარმოდგენილია, ესე იგი მხატვრობაში, როგორც ნახევრად ადამიანი და ნახევრად თევზი. ესე იგი, და აი მათ ამოაქვთ ოკეანიდან და ისინი არიან სიბრძნის ღმერთის, ენქის ემისრები, ერთგვარი ემისრები. მაგრამ უშუალოდ არა ადამიანებისთვის, არამედ რჩეულებისთვის გადასაცემად, რადგან აუცილებელია შუამავალი მათ შორის. მაგალითად, აი იგივე მოდელია ჩვენს მითოლოგიაში, როცა მორიგე ღმერთი უშუალოდ არ მონაწილეობს საკრალურ საქმიანობაში, მას ყავს ღვთისშვილები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს დემონური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერიტორიის მოპოვებაში და სხვა საქმიანობაში. ერთი სიტყვით, აი ამის მიხედვით, ესე იგი, მეფობის საწყისი, მეფობის პრინციპი სწორედ ენქის კუთვნილებაა, რომელიც არის სიბრძნის ღმერთი და ერთ-ერთი მთავარი ღმერთი შუამდინარულ მითოლოგიაში. მეორე ვერსიით, ურუკში, ეს არის შუმერის ქალაქი ურუკი, მეფობის პრინციპი სხვა დანარჩენ პრინციპებთან ერთად ქალღმერთმა ინანამ მოიტანა და ის მოტყუებით ის დასტყუა ენქის
სიბზნის ღმერთს. ეხლა ეს როგორ არის ცივილიზაციის საწყისებს შუმერულ ენაზე ქვია მე. ანუ ყველაფერს თავისი საწყისი აქვს. მწყემსობას, მეფობას, დაუშვათ წერა-კითხვას და ეს არის ცოდნები, ასე ვთქვათ, მეები. და აი ამ და შუმერულმა მითოსმა ჩვენ შემოგვინახა მეების ჩამონათვალი. აი ის მეები, რომელიც ინანამ მოიტანა ერიდუდან, ესე იგი, ეს არის ენქის საკულტო ქალაქი, სადაც დასტყუა მან ეს სიბრძნეები და ხომალდით გადმოტვირთა თავის საკულტო ქალაქ ურუქში. ასე ვთქვათ. და ეს თქვენ უკვე გაგონებთ ეს სიუჟეტი არგონავტების მითს, როცა არგონავტებმა წაიღეს ოქროსაწმისი ელადაში. ერთი სიტყვით, აი ამ სიუჟეტით, აი ამ მითის მიხედვით, სწორედ ინანა არის ენქის მეშვეობით, ინანა არის აი ამ მეების შემომტანი, ცივილიზაციის საწყისების შემომტანი სწორედ ურუქში და რომელიც ჩამონათვალში სწორედ მეფობა არის უპირველესი პრინციპი. იქვე სახელდება სხვათა შორის მეფობის ინსიგნიები, ესე იგი, ესენი არის გვირგვინი, კვერთხი, ტიარა და ტახტი. სწორედ აი აქ არის მოცემული, ეს არის უძველესი მითოსი, რომელსაც გვიმხელს მეების ჩამონათვალი. თუმცა მოიპოვება კიდევ მეორე შუმერული ტექსტი, ეს გახლავთ სწორედ შუმერ მეფეთა სია. უაღრესად საინტერესოა ეს სია, მოგეხსენებათ, რადგან იგი წარმოგვიდგენს ჩვენ შუმერის მეფეებს მითოსური დროიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნემდე. ახლა ეს სია ჩვენ დღევანდელი სეკულარული თვალით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა შეიძლება არ ვენდოთ ბოლომდე, რადგან ისტორიული მეფეების გვერდით იქ ბევრი ლეგენდარული მეფეა და მეორე კიდევ იქ ისეთი თარიღებია დასახელებული მეფობის წლებად, რომ ეს უკვე აღარც ისტორიას, აღარც მითოს არ განეკუთვნება, ეს უკვე ფანტასტიკის სფეროა. რადგან მაგალითად მწყემსი დუმუსი მეფობდა 32,000 წელი. გასაგებია, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს აქ ის, რომ შუმერ მეფეთა სიის მიხედვით მეფობა ციდან ჩამოვიდა. მეფობა ციდან ჩამოვიდა. ანუ ზეციური წარმომავლობის არის ეს მეფობა, ასე გვიმხელს აი ამ მეფობის საწყის, ასე გვიმჟღავნებს შუმერული ტექსტი, ტექსტის ფრაგმენტი. ეს მითოლოგემურად არის, ეს არ არის ნარატივის სახით, მაგრამ ჩვენ უკვე მერე ვნახავთ უკვე სხვა მითებში, სხვა ხალხების ცივილიზაციებში უკვე როგორ არის სიუჟეტურად გადმოცემული, რას ნიშნავს მეფობა ციდან ჩამოვიდა შუმერის ქალაქებში. თუმცა უნდა გითხრათ ერთი რამ. შუმერულ ენაზე ცა და ცის ღმერთი ერთი და იმავე სახელით მოიხსენიება. ეს არის ან. ანუ ანი არის ცის პატრონი და ასევე ცის ღმერთი და ასევე თვითონ ცაც. და როგორც ერთია ცა, როგორც ერთი და განუყოფელია ცის ღმერთი, ასევე ერთია მეფობა სწორედ. ერთია მეფობა, ანუ რის თქმა მინდა ამით, რომ შუმერში წარმოუდგენელი იყო შუმერებში, რომ ორ ქალაქში ერთდროულად ყოფილიყო ორი მეფე. ანუ მეფე იყო უეჭველად ერთი. მაგრამ შუმერული ისტორიოსოფია გვეუბნება, რომ იცნობს ძალიან კარგად მეფობის გადანაცვლებას ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. მაგალითად ნიპურიდან ურუქში, ან ლაგაში, ან სხვა რომელიმე ქალაქში. ანუ ერთ ქალაქში ამოწურავდა თავს, მერე მეორე ქალაქში გადაინაცვლებდა, ან წაიღებდნენ იქ მეფობას. სანამ, რა თქმა უნდა, სრულად არ ამოწურავდა თავის თავს და ეს უკვე იყო, რა თქმა უნდა, სანამ წარღვნა არ წალეკავდა ხუთივე ქალაქს, შუმერის ხუთივე ქალაქს და შუმერული მითოლოგია იცნობს ამ წარღვნას, როცა წარღვნამ წალეკა ყველაფერი, მაგრამ წარღვნის შემდეგ ციდან ჩამოვიდა მეფობა და ქალაქ ქიში მეფე იყო გაური, რომელმაც დიდი ხანი იმეფა. გვეუბნება შუმერული ტექსტი. ესე იგი, ციური წარმოშობა სწორედ ღვთაებრივ წარმომავლობას გვეუბნება, ღვთაებრივ წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ზეციური წარმომავლობა ეს არის სწორედ, რა თქმა უნდა, მეფობის მითოსისა, მაგრამ მეორე პრინციპია კიდევ ჩვენაც გვაინტერესებს ყველაზე მეტად.
ვინ არის მეფე თვითონ ვინ არის მეფე რომელიც ანუ ადამიანი რომელიც მეფეთ არის შემოსილი რით განსხვავდება ჩვეულებრივი მეფეთ შემოსილი პიროვნება როგორ განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი ადამიანებისგან რით განსხვავდება ამისთვის უაღრესად საინტერესოა რომ მოვიყვანოთ რა არის მეფობის არქეტიპი არქეტიპი ღვთაებრივ სამყაროში უნდა ვეძებოთ ამაზეც ჩვენ შუმერული ტექსტები მოგითხრობენ და გადავყავართ იმ პერიოდში როცა სამყარო იქმნებოდა პირველად როცა სამყარო არ იყო შექმნილი და ღმერთებმა თავიანთ მეფეთ მარდუქი აირჩიეს იქ დეტალურად არის მოთხრობილი შუმერულ ტექსტში აი ეს კოსმოგონიური ამბავი როგორ ებრძვის მარდუქი ესე იგი მარდუქი აირჩიეს მეფეთ რათა იგი დაპირისპირებოდა ქაოსის ძალებს და პირველ რიგში თიამათი არის ზღვაური ურჩხული და აი ხდება ბრძოლა ახალი თაობის ღმერთ მარდუქსა და აი ამ ქაოსის ძალებს შორის ეს არის კომპრომისო ბრძოლა როცა მარდუქი კიდევაც ჩაინთქმება აი ამ დემონური ძალების წიაღში ქაოსური ძალების წიაღში მაგრამ მე თავისუფლდება და სწორედ მიწიერ მეფეზე უნდა გადავიდეს ის ღვაწლი რომელიც მოიმოქმედა ესე იგი თავის დროზე მარდუქმა მარდუქი არის ზეციური ღვთაებრივი მეფე ხოლო მიწიერმა მეფემ უნდა განახორციელოს ის ღვაწლი უკვე მიწაზე რაც ოდესღაც ღვთაებრივმა არსებებმა მოიმოქმედეს და ამისთვის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის არის მოგესწრებათ რომ ჩვენ მითების სამყაროში ვართ ახლა მითი არის მონათხრობი ამბავი რომელშიც მონაწილეობენ ზებუნებრივი არსებები და ადამიანების წინაპრები რა თქმა უნდა მითი საკრალურია ეს არ არის პროფანული ამბავი რაღაც ჩვეულებრივი თავშესაქცევი ამბავი ეს არის საკრალური ისტორია რომლის ცოდნა და მოთხრობა ქურუმების პრეროგატივა იყო თავის დროზე მხოლოდ ქურუმებს შეეძლოთ ეს იყო საიდუმლო ცოდნა რადგან მასში მონაწილეობდნენ ზებუნებრივი არსებები და ეს იყო ნამდვილი რადგან შეხება ჰქონდა სინამდვილესთან რაც რეალურად მოხდა იმასთან ჰქონდა შეხება და სწორედ იმას მოგითხრობდნენ როგორ წარმოიშვა სამყარო და მისი ნაწილები და ამავე დროს მასში მონაწილეობდნენ ადამიანების წინაპრები და ეს ისტორია იყო ნამდვილი მაგრამ მითი არ არსებობს მხოლოდ მონათხრობის სახით ეპოსის სახით ეპიკური ტექსტების სახით იგი არსებობს ნახატის სახით და შეიძლება ჩვენ აქ გადავწიოთ და ვაჩვენოთ რამდენიმე ფაილი დიახ იქ გამოჩნდება აქ რომ როგორ არის წარმოდგენილი მარდუქი მაგალითად შუამდინარულ ტექსტებში ბაბილონურ ტექსტებში ამის თქმა მინდოდა ასევე არსებობს მითი რიტუალის სახით და სწორედ ეხლა მინდა გავჩერდე აქითუს დღესასწაულზე რომელიც ტარდებოდა შუმერის ქალაქებში სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა მაგრამ შემდეგ მოგვიანებით უკვე სარგონ აქადელის დროიდან ეს იყო დიდი მეფე სარგონ დიდი აქადელი მან მთელ შუამდინარეთში განავრცო ესე იგი აი ეს აქითუს დღესასწაული და ძირითადი ტარდებოდა ბაბილონში ესე იგი აქითუს დღესასწაულის ძირითადი დასკვნითი ნაწილი ტარდებოდა ბაბილონში და ეს იყო სამეფო დღესასწაული ერთი სიტყვით დღესასწაული ტარდებოდა გაზაფხულის პირველ თვეს ნისანის თვეში იწყებოდა ნისანის თვის პირველ რიცხვში გრძელდებოდა 10 დღე ეს დღესასწაული თვითონ აქითუს ეტიმოლოგია აქადურ და შუმერულ ენებზე არანაირად არ იხსნება როგორც ჩანს ეს სიტყვა შემოტანილი არის შუმერულ და აქადურ ენებში სხვა ტრადიციიდან და რა ხდებოდა ესე იგი ამ დღესასწაულს საფუძვლად ედო როგორც სცენარი ენუმა ელიში ეს არის უძველესი მითოლოგიური ეპოსი და ამ ეპოსის სახელწოდება სწორედ ამ ეპოსის სახელწოდება სათაური შედგენილი არის ეპოსის პირველი სიტყვებით ოდეს მაღლა აქადურ ენაზე ეს არის ენუმა ელიში
ოდეს მაღლა ცა არ იყო ხმობილი და ძირს დედამიწას სახელი არ ედვა. ასე იწყება ეს ეპოსი და გვიამბობს როგორც შეიქმნა სამყარო. და აქ თავარი გმირი არის სწორედ მარდუქი. ზეციური ღმერთი, რაზეც მე უკვე გესაუბრეთ, მარდუქი, ესე იგი, როგორც თქვენ ხედავთ, ეს დღესასწაული უკავშირდება სამყაროს წარმოშობას, უკავშირდება წელიწადის განახლებას და მეფობის განახლებას. შესაბამისად, სამი რამ აღინიშნებოდა ამ დღესასწაულით: სამყაროს წარმოშობა და ძველმა ბაბილონელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, როდის წარმოიშვა სამყარო. მეორე ეს იყო წელიწადის დადგომას შესაძლებლობდნენ, ახალი წელი იწყებოდა და მესამე მეფობის განახლებას. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს შესაძლებელი არ იყო რაღაც გამეორება იმისა, რაც ოდესღაც მოხდა. არა, ეს იყო პირდაპირ გამოხმობა რიტუალურად იმის, რაც მოხდა, ესე იგი, ბაბილონელები პირდაპირ აწმყოში განიცდიდნენ იმას, რაც ენუმაელიში იყო მოთხრობილი და ბაბილონის ტაძრებში, არა მხოლოდ ბაბილონის ტაძრებში, არამედ შუამდინარეთის ქალაქების საკულტო ტაძრებში ქურუმები კითხულობდნენ ენუმაელის ყველა ტაძარში და აღავლენდნენ ლოცვებს მარდუქის მიმართ. ამ დღესასწაულის კულმინაცია გახლდათ მეხუთე დღე, როცა დაიძურებოდნენ ყველა სხვა ქალაქებიდან მლოცველები ქურუმების წინამძღოლობით და შემოდიოდნენ ბაბილონში იშთარის ჭიშკრიდან. ხოთა შორის ეს იშთარის ჭიშკარი აღდგენილია უკვე და აღდგენილი როგორ არის მისი რეკონსტრუქცია მხატვრობაში, ანუ არის მისი ნახატები და აი მოემართებოდნენ აქითუს სახლისკენ. ამ დღესასწაულის მთავარი პერსონაჟი გახლდათ მარდუქი თვითონ. მარდუქის როლს, რა თქმა უნდა, განასახიერებდა მეფე. ანუ ეს იყო სამეფო დღესასწაულის და მასში მონაწილეობდა უბრალო ხალხი. ესე იგი იმართებოდა ჩვეულებრივი ბრძოლები ქაოსსა და კოსმოსის ძალებს შორის და ხალხი რეალურად განიცდიდა იმ შიშს, ვაი თუ მარდუქი დამარცხებულიყო ამ ბრძოლაში და ის ქაოსი შემოტრიალებულიყო კვლავ, რაც იყო ოდეს, როცა მაღლაც არ იყო და დაბლა დედამიწა. აი ასე განიცდიდნენ. მაგრამ მესამე დღეს მეფე გამოდიოდა თიამათის წიაღიდან, გამოჩნდებოდა აქითუს სახლიდან და პირველი რაც კეთდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი ის იყო რომ თავარ ქურუმს სილა უნდა გაეწნა ის მეფისთვის და ითვლებოდა რომ თუ მეფე ატირდებოდა ის წელი იქნებოდა ბედნიერი, მშვიდობიანი, უხვი და მოსავლიანი. მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ მეფის მოღვაწეობას უკვე საფრთხე დასრულდებოდა მისი მოღვაწეობა. ასეთი საფრთხის წინაშე დადგებოდა. და საბოლოო, რა თქმა უნდა, დამამთავრებელი აკორდი იყო ამ დღესასწაულით, როგორც სხვა ტაძრებში და სხვაგან, ერთი სიტყვით ეს იყო უკვე საკრალური ქორწინება. საკრალური ქორწინება, როცა მარდუქი უნდა შეეუღლოს თავის მეუღლეს ცარბარათუს, რადგან ეს უნდა ყოფილიყო იმ წელში მოსავლიანობის და ნაყოფიერების გარანტი. რა თქმა უნდა, მარდუქის როლს ასრულებდა მეფე, ხოლო ცარფარითუს როლს ასრულებდა ქურუმი ქალი. აი ასე მთავრდებოდა ეს რიტუალი, როცა მეფის გამობრძანებას ყველანი ასე ეგებებოდნენ ადამიანები. მარდუქი მეფია. აი ამ შეძახილებით ეგებებოდნენ აქადურ ენაზე ძველი ბაბილონელები. ესე იგი თქვენ ხედავთ რომ ესე იგი დემიურგის ნაცვალია მეფე. დემიურგის, ანუ მარდუქის ნაცვალია. ის ღვაწლი, რაც მარდუქმა გაიღო, გადმოსული არის მეფეზე და მეფე მის წილს ატარებს. აქედან მომდინარეობს სწორედ მეფობის ღვთაებრიობის იდეა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბდა ინდურ ტრადიციაში. იქ არის ზუსტად აი ასეთი დევა ეს ღმერთი მეფე, რომელიც მეფე ატარებს
ატარებს ვიშნუს წილს, ვიშნუ ეს არის უმაღლესი სუბსტანცია, ღმერთი და მართალია მეფე მოკვდავია, რაჯა მოკვდავია, მაგრამ მას აქვს სწორედ ვიშნუს წილი, მისი სუბსტანციის წილი და ამიტომაც იგი არის ღვთაებრივი არსება და ისინი ფლობენ აი ამ ღვთაებრიობას. მეორე ნიშანი, რაც აქვს მეფობას ყველაზე კარგად მეფობის ფუნქცია, ეს არის წინამძღოლის ფუნქცია, რა თქმა უნდა, წინამძღოლობა. როგორ არის გამოხატული ეს, ნახოთ შუამდინარულ ტექსტებში, კვლავ უძველეს ცივილიზაციაში და შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი შევუდაროთ ქართულ ტექსტებს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან იყო მეფობის 2000 წლოვანი ისტორია, ხო? ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნედან უკვე უფრო ძველი არა, რა თქმა უნდა, ძველი ტრადიციებით ვიტით ჩვენ, მაგრამ ოფიციალური და ბოლოს ბაგრატოვანთა 1000 წლოვანი ისტორია, რომელიც არა მარტო წერილობითია, არამედ არის ხალხური ისტორიაც, მითოლოგიური ისტორია და ჩვენ გვაინტერესებს, რა შესაბამისობაშია ქართული ცივილიზაცია, ქართული კულტურა უძველეს ცივილიზაციებში. აი ეს გვინდა ჩვენ წარმოვადგინოთ დღეს და ამიტომ გჭირდება სწორედ დავინახოთ რა ფუნქციები აქვს მეფეს უძველეს ცივილიზაციებში. ამისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოგვადგება, ძალიან გამოგვადგება ჰამურაბის კანონები. ჰამურაბის კანონები, რომელიც შესანიშნავად თარგმნა აქადურიანიდან ზურაბ კიკნაძემ. მეფე ხამურაბი თავისი სამართლის კოდექსის ეპილოგში წერს ასეთ რამეს. შავთავიანთა მიმართ, შავთავიანებში თავის ხალხს გულისხმობს, ასე იწოდება აქადურ ენაზე, შავთავიანთა მიმართ, რომელიც ენლილმა ჩამაბარა და რომელთა მწყემსობაც მარდუქმა მომანდო, არაფერი დამზარებია და ვეძებდი მათთვის საუკეთესო საძოვრებს, მშვიდობიან სამკვიდროს ვეძებდი მათთვის და ასევე მე მრავალი შეჭირვებისგან, დიდი შეჭირვებისგან მიხსნია ისინი. ღმერთებმა მომიწოდეს და მშვიდობის მყოფელი მწყემსი ვიყავ, გაუღუნავი კვერთხის მყრობელი. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ აქ არის მეფე მწყემსი უკვე, როგორც მწყემსი, რომელთა მწყემსობაც მარდუქმა მომანდო. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მეფობა ღვთაებრივი სუბსტანციაა. ეს ღმერთებისგან გადაეცა ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ასევე გვაინტერესებს არა მისი წარმოშობა მხოლოდ, არამედ რა მოსდის ადამიანს, ვისაც ეს გადადის ზუსტად. როგორია ეს ადამიანი, ვისაც აი ეს გადადის ეს ქარიზმა, ასე ვთქვათ. დიახ, წყემსობა და აი ასე აყალიბებს თავის მოვალეობას მეფე ჰამურაბი. მაგრამ ეს კიდევ უფრო ეს უბრალო მეტაფორა არ არის აქ. დააკვირდით, რომელთა მწყემსობა მარდუქმა მომანდო. ეს არ არის უბრალო მეტაფორა და ეს უფრო ღრმა კონოტაციას შეიცავს, შეიძლება ითქვას და უკავშირდება ასახავს მითოსურ ვითარებას, როცა ადამიანი, როცა ესე იგი მწყემსობა ნიშნავდა არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მთელი სამყაროს პატრონობას. და ასეთი პატრონი იყო პირველ კაცი. რა თქმა უნდა, პირველ კაცი, რომელიც ღმერთმა შექმნა. ადამი, რომელსაც ღმერთმა ჩააბარა, სწორედ ფრინველთა და ცხოველთა პატრონობა. პატრონობა, რადგან ღმერთმა უბრძანა, რომ მათთვის სახელები დაერქმია, ხოლო სახელთა დარქმევა კი აუცილებლად ნიშნავს, რასაც სახელს არქმევ, ის შენი საპატრონოა. ჩვენ რასაც სახელს ვარქმევთ ხოლმე, ვალდებული ვართ მას მოუაროთ. ასე იყო ადამი, მაგრამ ეს არ იყო ადამის ერთადერთი ფუნქცია. მას ჰქონდა კიდევ მეორე ფუნქციაც. ასე წერია ბიბლიაში, რომ აიყვანა უფალმა ადამი და დაასახლა ედემის ბაღში
მიწის დასამუშავებლად და დასაცავად. ესე იგი მიწის მუშაკობა არის კიდევ ადამის მეორე ფუნქცია. ერთი სიტყვით ადამი აქ წარმოჩნდება როგორც ინტეგრირებული პიროვნება, რომელიც შეიცავს როგორც მწყემსობის საწყის, ისე მიწათმოქმედების საწყის. მაგრამ მე მის შვილებში ეს დიფერენცირება ხდება სწორედ. ანუ რის თქმა მინდა ამით, რომ აბელი ხდება მწყემსი, ხოლო კაინი ხდება მიწის მუშაკი. მაგრამ მიწის მუშაკი კლავს მწყემს, კაინი კლავს აბელს და ამით დაირღვა წონასწორობა, რაც იყო. დაირღვა წონასწორობა, რადგან კიდევ უფრო მეტი ღმერთმა დაიჭირა, რა თქმა უნდა, მოკლულის მხარე. აბელის მხარე დაიჭირა. და აქედან გასაგებია უკვე, რატომ ხდება მწყემსობა პრივილეგირებული, რადგან ღმერთი მის მხარეზეა უკვე. და აქედან მომდინარეობს, რომ ჩვენთვის ყველა ცნობილი წინამძღოლი მწყემსის სახელით მოიხსენიება. მოსე მაგალითად, სანამ ეს ისრაელის მწყემსი გახდებოდა, ანუ ებრაელი ხალხის წინამძღოლი გახდებოდა, ის რეალურად იყო მწყემსი და უდაბნოში სიმამრის ფარას მწყემსავდა. და ის შემდეგ ხდება მოსე უკვე ებრაელი ხალხის მწყემსი, რომელსაც მიჰყავს ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონობიდან აღთქმული მიწისაკენ. აღთქმული მიწისაკენ, როგორც მწყემს მიჰყავს თავისი ფარა საუკეთესო საძოვრებისკენ. ასევე მამის ცხურის ფარის მწყემსობიდან ამაღლდა ხალხის მწყემსობამდე დავით წინასწარმეტყველი, ისრაელის ბიბლიური მეფე. გასაგებია, ბიბლია უარყოფითად არის განწყობილი მეფობის მიმართ, ეს დაგმობილია საერთოდ, მაგრამ უნდოდა ებრაელ ხალხს მეფე და ღმერთმა წნებაზე მიუშვა. და ყავდათ მეფეები, ჩვენ ვიცით სოლომონ ბრძენი და სხვები, კარგი მეფეებიც და ცუდი მეფეებიც. ერთ-ერთი გამორჩეული იყო დავითი სწორედ, მართლაც რომელიც რეალურად იყო მწყემსი და შემდეგ ცხრის მწყემსი გახდა ხალხის მწყემსი. და შემდეგ ძველი აღთქმიდან გახსოვთ თქვენ ეს შესანიშნავი ის დამკვიდრდა ქრისტიანულ ლექსიკაში ეს ტერმინი მე ვარ მწყემსი კეთილი მაცხოვრის სიტყვები და ქრისტიანულ ტრადიციაში სწორედ მღვდელმთავრის საპატიო ტიტული გახდა რადგან მღვდელმთავარი და მწყემსთავარი ფაქტობრივად სინონიმებია მაგრამ უნდა გითხრათ რომ ეს კიდევ უფრო ძველია ვიდრე ჩვენ გონია რადგან შუმერულ ტრადიციაში სწორედ ამ სიტყვებით იწოდება აი მაცხოვრის მეტაფორა რომ არის აი ამ სიტყვებით იწოდება შუმერულ ტექსტებში თითქმის ყველგან მოუცილებელი ეპითეტია წყემსი დუმუზის სწორედ მისი ეპითეტი არის სიპაზი არის აქ შუმერულ ენაზე არის ზუსტად ერთ-ერთი თარგმანის მიხედვით არის კეთილი წყემსი. დიახ. ანუ ჩვენ დავინახეთ ესე იგი აი ამ როგორი არის ეს წარმოშობა, როგორ მიმდინარეობს ესე იგი აი გადავთოთ კიდევ თუ შეიძლება, გადავიტანოთ რომ იქ გამოჩნდება ის მარდუქი და სხვა არსებები კიდევ, რომელზეც მე ვისაუბრე, აი წეღან თქვით დიახ, აი ეს თევზის კაცი დიახ, რომელმაც ამოიტანა ეს ცივილიზაციის საწყისები აბზუს ოკეანიდან, აბგალის კიდევ გადავიდეთ თუ შეიძლება. დიახ და აი ასე უკავშირდება ერთმანეთს ეს პრინციპები, მეფობის პრინციპები, როგორ დასტყუა ინანა იშთარმა სწორედ ენქის, აი გამოსახულია მარცხნივ ინანა და აქეთ მარჯვნივ სიბრძნის ღმერთი ენქი. დიახ. შემდეგ ესე იგი ჩვენ რადგან წყემსობის საკითხი გავარკვიეთ და წყემსობაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა ჩვენ გავარკვიოთ როგორ არის სხვა ტრადიციებში აი ეს პრინციპი წარმოდგენილი. ყველაზე საინტერესოდ მეფობის წარმოშობა, წეგან ჩვენ მითოლოგიის სახით ვისაუბრეთ, როცა ვთქვით შუმერული მითიდან მეფობა ზეციდან ჩამოვიდა. მაგრამ როგორ არის სიუჟეტურად დაუშვათ სხვა ტრადიციებში, ვნახოთ უძველეს ტრადიციებში. და აქ ჩვენ უნდა დავესესხოთ ისევ ისტორიის მამას, ეს გახლავთ ჰეროდოტე.
ძველი ბერძენი ისტორიკოსი, მას აქვს არაჩვეულებრივი ჩანაწერი სკვითებში მეფობის წარმოშობის შესახებ. Რა თქმა უნდა, ეს მითია ჩვეულებრივი, რადგან მითები მოგვითხრობენ არა მარტო სამყაროს, არამედ მისი ნაწილების, სხვადასხვა ინსტიტუციების, ადამიანის და ასე შემდეგ ნაწილების წარმოშობის შესახებ. და ჰეროდოტე თავისი ბერძნული ეჭვიანობით გვიყვება ამ მითს, რომ ამბობენ, ესე იგი ეს იყო უკაცრიელი მხარეო, სადაც რომლის პირველი მაცხოვრებელიც იყო ტარგიტაი. ტარგიტაის მამა იყო ზევსი და დედა იყო მდინარე ბორისთენის ასული. ამას ამტკიცებენ, მაგრამ მე რა თქმა უნდა ეს არ მჯერა. წერს ჰეროდოტე. და ეს ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, მითი საკრალური არის იმ საზოგადოებისთვის, სადაც მას თავისი ფუნქცია აქვს. რადგან მითი ფუნქციის გარეშე არ არსებობს. ეს არ არის თავშესაქცევი ტექსტი. ეს არის ტექსტი, რომელსაც ფუნქცია აქვს. კანონის ფუნქცია აქვს იმ საზოგადოებისთვის და რასაკვირველია ჰეროდოტესთვის, როგორც გარეშე ადამიანისთვის, ეს იქნებოდა სეკულარული და დაუჯერებელი ამბავი. და ჩვენ მირჩაელიადე გვეუბნება, რომ ჩვენ თუ გვინდა ჩავწუდეთ მითის საიდუმლოს, მას უნდა შევხედოთ სწორედ მისი ფუნქციით ყოფაში, შიგნიდან. ანუ როგორც უყურებს მას მისი შემქმნელი საზოგადოება, სადაც ეს მითი წარმოიშვა. ერთი სიტყვით ჩვენ გავარკვიეთ ტარგიტაისი ვინ არის, მას ყავდა 3 ვაჟი. ესენი იყო ლიპოქსაი, ან ლიპოქსაისი ბერძნული დაბოლოებით, კოლაქსაი და ლიპოქსაი, არპოქსაი და კოლაქსაი. კოლაქსაი იყო უმცროსი ძმა. ну სამი ძმის მოტივი ძალიან გავრცელებულია საერთოდ ფოლკლორში და აღარ შეუდგები ამაზე საუბარს, ეს თქვენს კარგად მოგეხსენებათ. და ეს სამი ძმა მიდიოდა ტრიალ მინდორზე და დაინახეს, რომ ციდან ცვივა საგნები. და ეს არის ოქროს საგნები. ну გასაგებია უკვე რომ ოქრო ღვთაებრივი ლითონია და რაღაც ღვთაებრივ სუბსტანციას განასახიერებს და ეს ნივთები იყო ოქროს გუთანი, ოქროს ცული და ოქროს თასი. პირველი როგორც წესი ამ ნივთებთან მივიდა უფროსი ძმა ლიპოქსაი. მაგრამ როგორც კი მივიდა ოქროს ნივთებთან, განძი აბრიალდა. არ მიუშვა, არ მიიკარა განძმა ლიპოქსაი და ლიპოქსაი უკუიქცა. შემდეგ მივიდა, რა თქმა უნდა, არპოქსაი, შუათანაძმა, იგივე გამეორდა და ბოლოს მიდის უმცროსი ძმა, რომელსაც განძმა თავისი თავი დაუთმო. ახლა ამ ჩვენ მივყავთ ფარნავაზ მეფესთან და მე ეკაც ვისაუბრებთ, რომ სწორედ ფარნავაზმა იმ განძს ღვთიურ ძალთა დასტურით მიაგნო და მიახლა. სხვა შემთხვევაში ცეცხლი იღებს გველეშაპის სახეს. ხო, ამ ფორმას დაუშვათ და არ მიუშვებს განძთან უზურპატორს. ის უნდა იყოს რეალური აუცილებლად. ერთი სიტყვით რეალური, როგორ გითხრათ, ღვთიურ ძალთა დასტურით უნდა მოხდეს ამ განძის გადაცემა. და ასე მოხდა კოლაქსაის შემთხვევაში და კოლაქსაიზე გადავიდა მეფობა. ძმებმა კოლაქსაის გადასცეს მეფობა. მაგრამ აქ ჩვენ გვაინტერესებს თვითონ ეს ნივთები. გასაგებია ოქრო ღვთაებრივი ლითონია, მაგრამ რა სიმბოლოებია და ამაზე უაღრესად საინტერესო კომენტარი აქვს ფრანგ მეცნიერს ჟორჟ დიუმეზილს. მე-20 საუკუნის მეცნიერია, შედარებითი მითოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ევროპაში, კავკასიური ენების უბადლო მცოდნე, დიახ, კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის ავტორი და ასე შემდეგ. და მათ შორის ის კარგად იცნობდა კავკასიის ხალხთა ფოლკლორს და სკვითებთან დაკავშირებით აქვს თავისი მოსაზრება, რომ სწორედ ეს ნივთები არ არის შემთხვევითი, რომ უძველეს ტრადიციულ საზოგადოებებში იყო 3 ფენა. ერთი იყო მეურნეთა ფენა, მიწათმოქმედთა ფენა და ეს არის გუთანი განასახიერებს ამას. მეორე იყო მეომართა ფენა და ცული ეს არის საბრძოლო იარაღი და ბუნებრივია, აი მეომართა კლანს განასახიერებს ეს ცული, ხოლო მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის კულტმსახურთა ფენა, რადგან თასი ყველა ტრადიციაში განასახიერებს საკრალურ სფეროს უკვე, საკრალურ სფეროს და მეფე, რა თქმა უნდა, ეს სამივე ერთად არის მეფობის სიმბოლოები. რა კუთხით, ესე იგი, რა რაკურსით? ნახეთ, ესე იგი მეფე თავის ქვეყანაში ითვლება ცივილიზაციის საწყისების შემომტანად.
ამიტომ ბუნებრივია, რომ მეფე არის მიწათმოქმედების კულტურის შემომტანი და გუთანი სწორედ ამის სიმბოლოა. მეორე, მეფე არის თავის ქვეყანაში უმაღლესი მთავარსარდალი და ცული საომარი იარაღი მეფის ამ ფუნქციას განასახიერებს. და მესამე, რა თქმა უნდა, მეფე უძველეს ტრადიციებში ყველგან ასევე ითავსებდა უზენაესი ქურუმის ტიტულსაც და სწორედ საკულტო თასი აი ამ სიმბოლოს განასახიერებს. ციდან საკნების ცვენა ეს გავრცელებული მითოლოგემაა, რა თქმა უნდა, სხვათა შორის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში არაერთი ღვთიშვილის ზეციური ძალის მიწიერი საბრძანისი ასე წარმოიშვა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ჰიეროფანია, ანუ ჯვარჩენა კარატის წვერზე. კარატის წვერზე, როცა სიმწიფის ასაკს მიტანებული გოგონა და ვაჟი, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან რო არ გამოსულან, მთის მწვერვალზე ხედავენ ამ სასწაულს. ისინი ყოველდღიურად ადიან კარატის თავზე. კარატის წვერზე მიყავთ თავიანთი ცხვარი, გოგონა არის ფშავის სოფელ ბულალაურთიდან, ვაჟი არის ხევსურეთის სოფელ ჭალაის სოფლიდან და ყოველდღიურად მიდიან ფშავიდან და ხევსურეთიდან და ხვდებიან აი აქ კარატის წვერზე. და ეს საუცხოო ადგილია სწორედ ჰიეროფანიისთვის, რადგან აქ არის მთის მწვერვალი, რადგან მთა არის ყველაზე მაღალი ადგილი დედამიწაზე და ყველაზე ახლოს არის ცასთან. მეორე ასაკი ამ ბავშვების უბიწოობა ყველაზე მთავარია, რომ ის გახდეს ღვთაებრივი გამოცხადების ხილველი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ხედავენ, სწორედ იმას ხედავენ ისინი, ხო, ბავშვები ყოველთვის. როგორც აი მაშინ კერიაზე რო ჩამოდის გველი და ბავშვი ხედავს, მხოლოდ სხვები ვერ ხედავენ ვერავინ. აქაც ასე ხდება. ციდან ჩამოვარდება საშინელი ხმაურით თასი და ჯაჭვი. რა თქმა უნდა, ჯაჭვი არის ცისა და მიწის კავშირის სიმბოლო, ხოლო თასი კულტმსახურების სიმბოლო. და აი აქ თავარი ჩვენთვის არის, რომ კარატის ჯვარი არსდება ის. მე როგორ და რა ეს უკვე ცოტა განსხვავებული სიუჟეტი აქვს უკვე ამას. დიახ, ჩვენ თქვით როგორია ის ადამიანი, რომელზეც მეფობა გადავიდა. აი ეს არის საინტერესო და ამ კუთხით თუ შეიძლება კიდევ გადავწიოთ. იქ გამოჩნდება იწოდებიან შუმერის მეფეები სხვადასხვა სახელწოდებით. კიდევ გადავიდეთ. სხვადასხვა სახელწოდებით ხსენდებიან. მაგალითად არის ასეთი მეფე ნარამსინი იწოდება როგორც აქადის ღმერთი. ნარამსინი მეფე აქადის ღმერთი. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? რომ წავიკითხავთ, ჩვენთვის არ გვეპარება, ეს ისია დახასიათებული ნარამსინი, როგორც ღმერთები არიან დახასიათებული. მაგრამ რა თქმა უნდა, ნარამსინი მოკვდავია და გამოჩნდება ის სტელა, ნარამსინის სტელა მინდა ვაჩვენოთ. გადავიდეთ კიდევ. გადავიდეთ. ნარამსინი მოკვდავია, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ რაც ღმერთი არის ცაში, ის ნარამსინია თავის ქვეყანაში. ასე უნდა გავიგოთ, როგორც აქადის ღმერთი. აი ეს სტელა მინდოდა გვენახადია. ნარამსინი თქვენ შეხედოთ, რადის წვერვალზე მიემართება მთის წვერვალისკენ. მესამე ვარსკვლავი არ ჩანს, სამი ვარსკვლავია მაღლა, საცა ხელით მისწვდება, ხოლო მის ფეხებთან უკვე დახოცილი მხედრებიც კი ყრია და როგორ ეგებებიან საყვირებით. მისი აპოთეოზია უკვე, განღმერთება ფაქტობრივად. ასია გამოსახული და ბუნებრივია, როცა თქვენ ამ სტელას უყურებთ, აუცილებლად გაგახსენდებათ ხალხური ლექსი ქართველ მეფეზე ვახტანგ გორგასალზე, რომელსაც ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა
ციდან ჩამოესმარეკვა, იალბუზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა. სწორედ აი ეს მეფობის აპოთეოზი ასია გამოხატული უძველეს ტრადიციაში, აი ნარამსინის სტელაზე. და ეს რა თქმა უნდა მრავალ ტრადიციაშია ამ კუთხით. ესე იგი, მოდი ახლა ჩვენ ნახოთ, გადავიდეთ ქართულ ტრადიციაში, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რა მოსდის ადამიანს, როცა მეფე ხდება. პირველი მეფე, რომელსაც ჩვენი ისტორია გადმოგცემს, ეს გახლავთ ფარნავაზ მეფე. პირველი მეფე და აქ საინტერესოა, რომ ის წარმოშობით არ ყოფილა მეფე. ის ცხეთელი მამასახლისების შთამომავალიც კი არ არის. ანუ როგორც ლეონტი მროველი მოგითხრობს, ფარნავაზი იყო ცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილი. ну როგორც გვიყვება ისტორია, სამარა და ფარნავაზის მამა აზომ დახოცა და შემდეგ ფარნავაზი გახიზნული ჰყავდა დედას კავკასიონის მთებში და როცა სრულწლოვანი ხდება, იგი ჩამოდის მცხეთაში და არის მონადირე ხელოვანი. სხვათა შორის ეს მონადირეობა სწორედ ძალიან საინტერესოა ეს მითოსში, რადგან მონადირე ყოველთვის ხდება რაღაც სასწაულის მხილველი. მონადირე ტაბუირების წესებს იცავს და მან შეიძლება აღმოაჩინოს სალოცავი ქართველ მთიელთა მითოლოგიური გადმოცემების მიხედვით. ან მაგალითად მეფე ავიდეს ნადიროთ მთაზე და თავის ერს ჩამოუტანოს უფრო დიდი რამ, ვიდრე უბრალოდ ნადირია. და ეს იყოს ახალი რელიგია ამ ხალხისთვის. და აი ფარნავას ეს აქვს. მონადირე ხელოვანი, ასე წარმოგვიდგენს. მაგრამ დედამის ეშინია, რომ ამის გამო აზომ რამე არ ავნოს შურიანობის ნიადაგზე და ფიქრობს, დედა რო წაიყვანოს თავის სამშობლოში, სპარსელში. დედა სპარსელი ჰყავდა ფარნავას. და აი ამ დროს, როცა აპირებენ წასვლას სპარსეთში, ფარნავაზმა ნახა სიზმარი. ეხლა წეგან მე რომ დავიწყე ჩვენი ლექცია, იქ აღვნიშნე, რომ ესე იგი ღვთიური არსებები თავიანთ ცოდნას გადასცემენ ან ცივილიზაციის საწყისებს გადასცემენ რჩეულებს, რომ მე მათ ადამიანებს ასწავლონ. და ზოგიერთ ტრადიციაში ეს ხდება ხოლმე სიზმარში. ეს ხდება სიზმარში, სიზმარი არის სწორედ აი ეს, როცა ხდება აი ამ რაღაც საკრალური ცოდნის გადაცემა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ კულტმსახურება, მაგრამ დაიძინებდნენ და რომ გაიღვიძებდნენ, მერე საკულტო ტექსტებს აღავლენდნენ, სადიდებლებს, ხუცობდნენ და ეს ცოდნა, როგორც ისინი ამბობდნენ, ძილში გადაეცათ წინამორბედი ხუცესებისგან. ერთი სიტყვით ფარნავაზის თავგადასავალი შედგება ორი ნაწილისგან, სიზმარი და ცხადი. და ის უეჭველად ხალხური წარმოშობისაა, რადგან ეს ნარატივი, რომელიც ლეონტი მროველს მოჰყავს, პირდაპირ ემორჩილება ხალხურ ეპიკურ კანონებს და ამაზეც შევჩერდებით. როგორია სიზმარი? სანამ სიზმარს განვიხილავ, მინდა გითხრათ, რომ იყო ასეთი ბერძენი სიზმართმცოდნე არტემიდორი, რომელიც ამბობს, რომ არის ორნაირი სიზმარი, გრძნეული სიზმარი, ანუ ის განასხვავებს ერთმანეთისგან გრძნეულ და უბრალო სიზმრებს, რომ გრძნეული სიზმარი მომავალს წინასწარ მეტყველებს, ხოლო უბრალო სიზმარი აწმყოზე მიგვანიშნებს. მეორე, რომ ადამიანს არ დაესიზმრება ის, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. და მესამე, რომ რაც არ გაწუხებს და რაზეც არ ზრუნავ, იმას სიზმრად ვერ იხილავ. ერთი სიტყვით, ფარნავაზმა ნახა, რომ იყო უკაცურ სახლში. უკაცურ სახლში, როგორ უნდა გავიგოთ უკაცური სახლი, შეიძლება გავიგოთ როგორც მისი სამშობლო, რომელიც მტერს ყავს დაპყრობილი. ან შეიძლება მან თავისი სიკვდილი იხილა. ანუ ეს ხდება მისი ასაკობრივი ცვლილების ზღვარზე. ასაკობრივი ცვლილების ზღვარზე, როცა ბავშვობიდან უნდა გადავიდეს ზრდასრულ ასაკში და მეორე, როცა
როგორც მცხეთელი მამასახლისების უბრალო ძმისშვილი უნდა გახდეს მეფე. ანუ ის უნდა მოკვდეს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და უნდა დაიბადოს ხელმეორედ როგორც მეფე. და ეს იხილა ფარნავაზმა სიზმარში უკაცური სახლი, საიდანაც ვერ გადის და შემოდის სარკმლიდან მზის სხივი, რომელიც წელზე შემოეხვია და ფარნავაზი გაიყვანა სარკმლიდან გარეთ. ანუ ეს მზე არის მისი მხსნელი ამავე დროს. და მეორე კიდევ რომ გავიდა გარეთ, მან ნახა მზე ქვემდაბლად ჩამოსული. როგორ უნდა გავიგოთ, ესე იგი, მზე მან იხილა ანთროპომორფული სახით, ფაქტობრივად ადამიანის სახით. და ჩვენ ხო ვიცით რომ სანამ ზედამთვარე მითოსის მიხედვით ქართული მითოლოგიის თანახმად არის შესანიშნავი მეგრული ტექსტები ამაზე. სანამ ზედამთვარე ციური სხეულები გახდებოდნენ, ისინი ადამიანები იყვნენ. მერე აღარ ინდომეს მათ ადამიანებად ყოფნა, განაწყენდნენ, მაგრამ რჩეულებს ისინი თავიანთი თავდაპირველი სახით ეცხადებიან და გადასცემენ პირველ ქმნილებათა საიდუმლოს. აი ასე ხდება ფარნავაზის შემთხვევაში. მან მზეს ცვარი მოხოცა და პირზე იცხო. ეს იყო მეფეთცხება. რა თქმა უნდა, ფარნავაზმა ეს სიზმარი ვერ ახსნა. მას არ ქონდა მითოლოგია ჯერ ნასწავლი, ხო? ერთი სიტყვით და ასევე ის ვერ დაელაპარაკა დედას, რადგან ის თანადიროდ წავიდა და მონადირე ყოველთვის იცავს ტაბუს, რადგან არ შეიძლება ის ნადირობის წასვლის წინ ვინმეს დაელაპარაკოს. მან უნდა დაიცვას უნძრახობის აღთქმა. თორე ახლა იმედია დედას თუ მოუყვებოდა, მისი გამჭრიახი დედა აუცილებლად აუხსნიდა ამ სიმძიმის საიდუმლოს. ფარნავაზმა ჩათვალა, რომ ალბათ სპარსეთში წავალ და ბედნიერად ვიცხოვრებო. მაგრამ მოხდა სხვა რამ. ნადირობის დროს დიღმის ველზე მას ხვდება ირემი. და ირემი ეს საკრალური ცხოველია და ეს უტყველა ტრადიციაში და განსაკუთრებით ჩვენს ტრადიციაში. თუნდაც მაგალითად მე-2000 წლეულის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2000 წლეულიც თრიალეთის თასზე სწორედ ეს საკრალური ცხოველებია გამოსახული იმ რიტუალის გამოსახატავად, რასაც ეს თასი გადმოგცემს. და ეს ირემს მიჰყავს ფარნავაზი სწორედ იმ გამოქვაბულთან, იმ საკრალურ სივრცესთან, სადაც განძი ინახება. ანუ ის გზამკვლევია ეს ირემი ზუსტად და სწორედ იქ დაეცემა ირემი, სადაც გამოქვაბულია და წამოვიდა წვიმა. ფარნავაზმა თავი უნდა შეაფაროს და შეხედა, რომ იქ იყო ძველი ნაშენი. ჩუგლუგით დაანგრია და აღმოჩნდა განძი, რომელიც, რა თქმა უნდა, მე ჩვენ უკვე ვიცით ისტორია, რომ აი ამ განძის საშუალებით ის ქმნის სამეფოს, ჯარს, განდევნის მტერს და ქმნის ცივილიზაციის საწყისებს. რადგან ფარნავაზმა შექმნა ერთმთავრობა და მწიგნობრობაი ქართული და აღარ აიზრახებოდა სხვა ენაი თვინიერ ქართულისა. ანუ სახელმწიფო ენად გამოაცხადა ქართული ენა. შემოიღო დამწერლობა, შექმნა სახელმწიფო, ანუ რაც მეფობის უპირველესი ფუნქციებია. აი ეს უნდა ვთქვათ ამ შემთხვევაში, აი ამ მითოსში. და ეს ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ფარნავაზის მითოსში. მაგრამ არის კიდევ სხვა ბევრი რამ, აქ ჩვენ მზე ვახსენეთ და მინდა გავჩერდე, რომ ეს არ არის მხოლოდ ფარნავაზის ერთადერთი დავუშვათ ერთადერთი ატრიბუტი, რადგან იგი ხსენება ჯერ კიდევ უძველეს ცივილიზაციებში. მაგალითად, შუმერის მეფე მესქია გაშერი მხოლოდ ერთი მითოლოგემითაა ჩვენთვის ცნობილი. ზღვაში შევიდა, თაზე ამოვიდა. დააკვირდით, ზღვაში ჩადის მზე და მთიდან მერე ამოდის. ანუ ის მზის მოძრაობას განასახიერებს და ამას გულისხმობს შუმერული ტექსტი, რადგან მითი ჩვენ არაფერს არ გვიმტკიცებს, ის აცხადებს და ჩვენ ეს უნდა ამოვიკითხოთ ეს საიდუმლო, რასაც მითი გვეუბნება. ან მეფე ენმერქარი, მზის შვილი
თაში ფურ ირმის გაზრდილი. ნახეთ, ზედა ირემი აქ ერთადაა წარმოდგენილი და სწორედ მითოსი ჩვენ საგანთა და მოვლენათა სიღრმისეულ იდენტობას გვიცხადებს. ანუ მან უნდა გვიჩვენოს არა ზედაპირული მსგავსება, როგორც პოეზიაშია, მაგალითად პოეტი იტყვის თვარეს თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, შდიდებულია, მაგრამ მითოს ეს არ აინტერესებს ზედაპირული მსგავსება, მას აინტერესებს საგანთა და მოვლენათა შორის სიღრმისეული იდენტობა. ამიტომ სიზმარში, რაც ნახა მზე ფარნავაზმა, ის სწორედ ცხადში ირმის სახით მოევლინა. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ რაც ცხადში მზის სახით იხილვება, ის მიწაზე ირმის სახით დადის. და ამას განასახიერებს ირმის რქები, ამ მზის სხივებს შეიძლება ითქვას. ანუ ირემი მზიური ცხოველი არის და ჩვენს მითოლოგიურ ანდრეზებში სწორედ ირემი არის ირმის სახით ეცხადება ზოგჯერ ხოლმე ზეციური არსება თავის რჩეულებს. არის ეს დადასტურებული ქართულ ხალხურ ტექსტებში. ხოლო უკაცური სახლისა და გამოქვაბულის იდენტობაც ძალიან ახლოა, რაც სიზმარში ნახა ფარნავაზმა. გამოქვაბული, ესე იგი, უკაცური სახლი, გამოქვაბული, მზე, ირემი დაუშვათ და რა თქმა უნდა მზის ცვარი და ოქრო. ეს საერთო სიმბოლოებია უკვე და სულ შესაბამისობაშია სიზმარი და ცხადი ამ შემთხვევაში. მეორე, ჩვენ ირემი გვხვდება, ირემი ქართულ მითოლოგიაში შეიძლება დავინახოთ არა მხოლოდ ბაგრატიონთა ტოტემად, არამედ მეფობის ტოტემად ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რადგან ის ჯერ კიდევ ფარნავაზთან რჩება ბაგრატიონებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე. ხოლო შემდეგ უკვე პირველი ბაგრატიონი მეფე გვარამი, როგორც ქართლის ცხოვრების ქრონიკები მოგვითხრობენ, როცა ბერძნებმა ტაოკლარჯეთი დაიპყრეს და მოკლეს გვარამის მამა, გვარამი ტყეში გადამალეს. უფლისწული გვარამი, რომელსაც სწორედ ირემი კვებავდა. ირემი კვებავდა, ეს მითი მერე მეორდება თამარის მითოსში. თამარის მითოსში გვახსოვს ჩვენ თამარს როცა ლაშა გიორგი ეყოლა, მას სურდა რომ შენახულიყო მისი ქალწულებრივი სიწმინდე და ბავშვი ტყეში გაატანა. და როცა იგი ნადირობდა ერთხელაც დაინახა რომ ირემს ბავშვი ჰყავდა, რომელიც რძეს ძუძუს აწოვებდა. ნახეს ეს ბავშვი და მიხვდა ვინც იყო ეს ბავშვი და დაარქვეს ლაშა, რომელიც აფსართა ენაზე თამარის ისტორიკოსის აზრით ნიშნავს განმანათლებელს. და ჩვენ ვიცით რომ აფხაზეთში იზრდებოდნენ უფლისწულები, ესეც ხდებოდა შუა საუკუნეებში. ხოლო თანამედროვე აფსარები ესენი უნდა იყვნენ აფხაზების წინაპრები. ახლა ეს ჩვენი ლექციის თემა არ არის, მაგრამ თანამედროვე აფხაზურ ენაზეც ალაშარ ნიშნავს სხივს. და ამიტომ შეიძლება დაუკავშიროთ ესეც. შემდეგი და სხვათა შორის ეს როგორ მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად ქართული მითოლოგიის მიხედვით ირემი აუცილებლად არის უფლისწულის აღმზრდელი, უფლისწულის მკვებავი. თვით ერეკლე მეფეც კი, რომლის ბავშვობაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არ არის დიდი ხანი ხო გასული ერეკლე მეფის მეფობიდან, ხალხური სიმღერა სწორედ აი ამ სტატუსით წარმოგვიდგენს. ბატონიშვილ ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია, წყალი უსვამს ალგეთისა თრიალეთზე უძოვნია, საჩალეში გადუგდიათ, მონადირეს უპოვნია. ანუ აქ ერეკლე მეფე ყველა მითოლოგიური სიმბოლოთი არის შემკული, ესე იგი. როგორც წესი, ყველა მითოლოგიური გმირი გადაგდებულია, ეს იქნება მოსე, ეს იქნება სარგონაკადელი, ეს იქნება რემი თუ რემიულუსი, ოიდიპოსი და ყველა აბსოლუტურად. და აი ამ ყაიდას მისდევს ერეკლე მეფეც. საჩალეში გადუგდიათ, საჩალე ხევსურეთში ეს არის საკრალური ადგილი, სადაც ესე იგი საკულტო რიტუალებს აღავლენენ ხევისბრები. შენამც იდიდები საჩალეს სვეტის ანგელოზო, საჩალეს შუქის დამკრავო ანგელოზო, ასე ლოცულობენ ხუცესები. და არც ის არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ მონადირე მიპოვა.
საჩალეში გადუგდიათ, მონადირეს უპოვნია. ირმის გზით გაზრდილი უფლისწული, რომელსაც ალგეთის უკვდავების წყალი აქვს დალეული. აი ასეთი უფლისწული არის მითოლოგიური გადმოცემების მიხედვით ერეკლე მეფე. დიახ. და მათ აქვთ საიდუმლო ნიშნები. აი ეს არის მზის ნიშნები. ეხლა ჩვენ ამას მივყავართ ნაწილიან გმირებთან, ნაწილიანობა ნიშნავს, რომ მას აქვს ღვთისწილი, როგორც ქონდა ნარამსინს მაგალითად და სხვა მეფეებს, ხო, იგივე ვინც ჩამოთვალეთ ჩვენ ეს ცნობილი მეფეები. ასეთი უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს რჩეული გმირებიც, ერთ-ერთი ასეთი რჩეულ გმირა წარმოგვიდგენს ქართული მითოსი თორღვას. თორღვას, რომელიც ზოგიერთი ტრადიციით ყოფილა ბაგრატიონების, რომელიღაც ბაგრატიონის შთამომავალი, თუ უკანონო შვილი. ყოველ შემთხვევაში ბაგრატიონებს უკავშირებს რაღაც ფორმით მთხრობელი, რადგან ეს ცოდნა მას აქვს. და სწორედ მითოსური თავგადასავალი აქვს ამ გმირსაც. ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო, ამაეს ამაიყოლა ცეცხლიდან ნაკვერცხალიო, იორში ამაიჩქვიფა შორით ვირუგან თვალიო, დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭზე უნახეს ჯვარიო, მარჯვნივ მზე წერებულიყვა მარცხნისკენ თვარის ნალევი. ესე იგი, რას ნიშნავს ეს, რომ მას აქვს საიდუმლო ნიშნების სხეულზე, რომელიც მის რჩეულობას ადასტურებს და რომელიც უეჭველად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ადამიანს გარდაუვალი დაღუპვა ელოდება. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს ამ კუთხით ევროპელ მისიონერს დონ ქრისტოფორო დე კასტელს, რომელიც მოგვითხრობს იმერეთის მეფის ბაგრატის შესახებ. ეს უნდა იყოს ბაგრატ მეოთხე, მე-17 საუკუნის მეფე, რადგან დონ ქრისტოფორო დე კასტელი იმყოფებოდა იმერეთში სწორედ მე-17 საუკუნის შუა წლებში. ის წერს, რომ მთელ საქართველოში სჯერათო, რომ მეფე ბაგრატიო, როცა ერთხელო ქუდმოხდილიო ტაძარში ლოცულობდაო, ციდანო ხილული შუქი ჩამოვიდაო და მეფე ბაგრატსო თავზეო ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი დაედგაო. იმასაც ამბობენო, რომ მეფე ბაგრატსო მარჯვენა ბეჭზე ჯვრის ნიშანი აქვსო. მე დავინტერესდი ამითო და მას ვკითხეო, თუ ქონდა ეს ნიშანიო, როცა მე მას მკურნალობდი ავადმყოფობის დროზო. მან არაფერი მითხრაო. ესე იგი, თქვენ ხედავთ, რომ ეს საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, მას შეეძლო ენახა ეს ნიშანი. ის ექიმი იყო და მას შეეძლო ეს ენახა, მაგრამ არ ნახა, რადგან იცოდა, რომ არ შეიძლებოდა ალბათ. სავარაუდოდ ასე უნდა გავიგოთ აი ეს ნიშნები. ესე იგი, ქართულ მითოლოგიაში ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კიდევ უამრავი მოტივი და ქართველი მეფეები სწორედ იმ თვისებებით არიან წარმოდგენილი, როგორც უძველეს ცივილიზაციებშია ზოგადად და ჩვენ ხედავთ ასეთ ორგანულ კავშირს ქართულ მითოლოგიასა და უძველეს ცივილიზაციებს შორის. როცა მაგალითად ვამბობთ მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელიც ატარებს ხალხურ გადმოცემებში ყველა აუცილებელი თვისებას, რომელიც უნდა კონდეს მეფეს. მეფე როგორც მაგალითად მონადირე, მეფე როგორც გოლიათის დამამარცხებელი, მეფე როგორც დაუშვათ ქალაქის დამაარსებელი, ხო, ესე იგი, დედაქალაქის აღმოცენება, ესეც ქალაქის დაარსება მეფის უპირველესი მოვალეობაა, რა თქმა უნდა. და ბოლოს მეფობის აპოთეოზი, რომელიც კარგად არის გამოხატული ვახტანგ გორგასლის ლექსში. ასევე ვახტანგ გორგასლის ლექსში გვხვდება ჩვენ ცნობილი მითის
გარდაცვლილი და კუთვნით აღმდგარი ღვთაებების მითოსის პარადიგმა. მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს ესე, რადგან ქართულ მითოლოგიას კავშირი აქვს როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ ცივილიზაციებთან. მაგალითად, სულამც დავით აღმაშენებლის მითოში გამოყენებული არის მთლიანად ზოროასტრული მოდელი. ზოროასტრული მოდელი ბოროტისა და კეთილის დაპირისპირების. როცა დავით აღმაშენებელი დათრგუნავს ეშმაკს და ამის შემდეგ აშენებს გელათის ტაძარს. და თამარ მეფე, რომელიც ითვლება მარადიული გაზაფხულის დედოფლად. მარადიული გაზაფხულის დედოფლად და ასევე ცივილიზაციის საწყისების შემომტანად. ყველას კარგად მოგეხსენება ცნობილი სიმღერა თამარ მეფეზე, 7 წლის ქალი თამარი მეფე თქვეს დედოფალიო. ზღვისპირა შავი ყარენით შაგვექმნა საომარიო, ზღვასა გადაჰკრა ჩიქილა, გადააქანა წყალიო, შუა ზღვას ჩადგა სამანი, არ გადმოსცილდეს ცვარიო, კლდეზე ააგო ქალაქი, ზედ დააწერა ჯვარიო და აი ასე არის გამოხატული ამ ტექსში თამარი როგორც დემიურგი, რომელიც ებრძვის ქაოსის ძალებს, აშენებს ქალაქს, ქალაქში ეკლესიას და თავზე ადგამს ჯვარს. ეს არის ცივილიზაციის საწყისების შემომტანი. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა არ შემიძლია რომ არ შევეხო მეზობელ კავკასიელ ხალხებს, რადგან ეს ცოდნა გადადიოდა მეზობელ კავკასიელ ხალხებში და სწორედ მაგალითად აფხაზურ მითოში თამარ მეფე წარმოდგენილია როგორც ეკლესიების მშენებელი, ბიჭვინთის ეკლესიის ამშენებელი. თამარ მეფე ინგუშურ თქმულებებში წარმოდგენილი არის როგორც ესე იგი სამართლიანი, კეთილი, განძის მფლობელი და წმინდა მეფე, რომლის საფლავიც არის ინგუშეთში. აი ასე მიიჩნევენ. ხოლო ოსურ გადმოცემებში თამარ მეფე არის ისევე როგორც ქართულ მითოში მარადიული გაზაფხულის დედოფალი, სამოთხის დედოფალი. და სწორედ ესე იგი წარმავალი წუთისოფლის დაწყებას უკავშირებენ სწორედ აი თამარის შემდგომ ხანას, რომელიც აკრძალვის გამო დაირღვა. და ბოლოს ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენი ლექცია, მე არ გადაგღლით ძალიან ვრცელი ნარატივით, რაც დაუშვათ გამოგვჭა, შეგიძლიათ კითხვები დამისვათ და მე გიპასუხოთ და დასასრულს მინდა ვთქვა, რომ სწორედ საგულისხმო პარალელები შეინიშნება ქართულ და უძველეს ცივილიზაციებს შორის. სწორედ ქართულ თქმულებებში ჩვენ გვხვდება ის ელემენტები, რომელიც შეიქმნა უძველეს პერიოდში, შუამდინარულ ტრადიციაში და სწორედ ეს სიუჟეტები ჩვენ გვაახლოებს კაცობრიობის გარიჟრაჟთან, დასაბამიერ ხანასთან და ქართული მითოსური ცნობიერება აი ამ არქეტიპებსაც წვდება. და ეს სიმბოლოები, ეს მითოლოგიური ელემენტები და სიმბოლოები თითქმის მსგავსია, რომელიც ჩვენ შუამდინარულ მითოლოგიაში გვაქვს. მე შევეცადე, რომ ესე იგი თვალი მიგვედევნებინა უძველესი პერიოდიდან დღემდე, რა ძირითადი მოდელებიც არის გადმოცემული მეფობა სხვადასხვა ტრადიციაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ცოდნა გვეხმარება, შევისწავლოთ უძველესი არქეტიპები და აი ეს მითოლოგიური მოდელები. მე რამდენი ლექციას მასპინძლობ ჩვენ ბატონი ღვთისოსას კავკასიური სახლის უნივერსიტეტში და მე გაოცებას ვერ ვწყვეთ. ჯერ ერთი ყოველთვის ბატონი ღვთისო როგორ იცავს რეგლამენტს, ზღვარზე გადის, იცის სად უნდა გაჩერდეს, როგორ არ უნდა გადაყალოს აუდიტორია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ბატონი ღვთისო აკეთებს ხოლმე ლექციის წაკითხვის დროს, რომ აი ამ ფოლკლორული ნიმუშებით, მითოლოგიური ნიმუშებით როგორ ამდიდრებს ხოლმე თავის სამეცნიერო მსჯელობას, როგორ მორთავს და მოკაზმავს ხოლმე აი ამ ხალხური გამონათქვამებით, ძველი მითებით, თუ აი სხვა თავგადასავლებით და ისტორიებით აი ამ მსჯელობას, რაც კიდე უფრო ასე ვთქვათ, მშვენიერ ელფერს ძენს ხოლმე
აი ამ მსჯელობას. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თანამედროვე ეპოქაში, ამ ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც დრო ესე დაჩქარებულია, სადაც ყველაფერი, ესე იგი, სინათლის სიჩქარით ვითარდება, აი ამ ეპოქაში მითოს აი ამ ძველ სეპირსიტყვიერების ნიმუშებს, იმ ნიმუშებს, რომლებიც ჩვენთან მოვიდა ადამიანების ცნობიერებით, მათი გადმოცემით. აი ამ ნიმუშებს ცოტა ზედაპირულად უყურებენ. ამბობენ, რომ აი ეს რაღაც ზღაპარია, ზღაპარი არა იმ არაჩვეულებრივი გაგებით, როგორითაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე. არამედ აი რაღაც ზედაპირული, მეორე ხარისხოვანი, რაღაც ის რა ქვია, არასერიოზული და ასე შემდეგ. მაგრამ აი ბატონი ღვთისმოს ყოველი ლექცია ადასტურებს, რომ რაც არ უნდა წინ წავიდეს ტექნოლოგიურად ჩვენი საზოგადოება არის უძველესი მოდელები, რომლებიც მრავალი ათასი წელია არსებობს ადამიანების ცნობიერებაში, ადამიანების ყოფაში, ადამიანების თანაცხოვრებაში. ამ უძველეს მოდელებს აქვს თავიანთი ფუნქცია, დატვირთვა, თითოეული ზღაპარი, თითოეული ლეგენდა, თითოეული მითი კონკრეტულ ქცევის მოდელს აღწევს, კულტურულ სტანდარტს აღწევს, ეთიკურ სტანდარტს აღწევს. ისეთ სტანდარტებს, რომლებიც არ ძველდება და ყოველთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი თქვენ შორის ჩვენს YouTube არხზე კვლავ დაუბრუნდება ბატონი ღვთისმოს ლექციას და კიდევ უფრო დაწვრილებით გადახედავს იმ მითებს, იმ მოდელებს, რომელზეც დღეს ბატონი ღვთისმო გვესაუბრა. მეგობრებო, მოდით გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ჩვენი რეგიონებიდანაც არის რამდენიმე კითხვა, დარწმუნებული ვარ დარბაზშიც არის. ერთი შეკითხვა კიდევ ხომ არ არის, სამი მოვაგროვოთ. მეორე შეკითხვა არის, ლევანსაც მივცემ სიტყვას და მესამე. გთხოვთ ნანა, თქვენ დაიწყეთ, შემდეგ თქვენ და მე ლევანი ადგილიდან დასვავს შეკითხვას რა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ბატონო ღვთისმო ესეთ საინტერესო ლექციისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეორე კურსის სტუდენტი. აი განსაკუთრებით მაინტერესებს, აი მაგალითად ბიბლიაში ხო, თუნდაც ებრაელთა პირველი მეფის საულის არჩევა, დავითის წამოწყალეს, აი წყემსობიდან როდესაც ამოიზრდება, ხო, ეს რა თქმა უნდა ღვთიური წარმოშობას გულისხმობს, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივ ყოფა ცხოვრებაში ეს ხო, აი უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები არიან, აი შუამდინარულ მითოსში ამ თვითონ წოდებრივ წარმომადგენლობას რამ ხელა მნიშვნელობა აქვს, აი რა მნიშვნელობა აქვს მეფობისთვის? კი ბატონო, მოდი თუ უპასუხოთ ნანას შეკითხვას. დიახ, ესე იგი ჩვენ უნდა განვასხვაოთ რა განსხვავება ესე იგი აი მეფობის წარმოშობაში იმ სოციალურ სტატუსს, რომელიც აქვს ბიბლიაში და დაუშვათ როგორ არის ეს შუამდინარულ ტრადიციაში. გასაკვირველია, თავდაპირველ ეტაპზე ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, ის უნდა ყოფილიყო რჩეული თავიდანვე აუცილებლად. და რჩეულობა რაში ვლინდებოდა ესე იგი. მაგალითად, სარგონ აქადელი, ვინ იყო სარგონ აქადელი, რომელიც გახდა აქადის დიდი მეფე. ეს იყო ესე იგი ობოლი, ესე იგი, უბრალოდ ობოლი იყო და ეს ობლობა უკვე განსაკუთრებულობა, როგორც მაგალითად ფარნავაზის შემთხვევაშიც. ამაზე გავაჩერე სპეციალურად ყურადღება, რომ მეფობის კანდიდატები, ესე იგი, ამ სოციალური კუთხით არ არიან, ესე იგი, დაუშვათ ზიაღმატებულნი მაინც და მაინც, იმიტომ რომ ფარნავაზი უბრალოდ სამარას მცხეთელი მამასახლისების შთამომავალიც კი არ არის. საერთოდ არ არის, რამე წოდება არ აქვს მას არანაირი და ასე იყო სარგონ აქადელი, რომელიც როგორც უკანონოდ შობილი გაატანეს მდინარეს, გადააგდეს, რომ დაღუპულიყო. მაგრამ რა თქმა უნდა, განგების ძალით იგი იპოვა მებაღემ, ესე იგი, ეს იპოვა სწორედ იშთარის მებაღემ, არა შემთხვევითმა, იქ გაიზარდა და გახდა მერე განგების ძალით აქადის მეფე. ანუ, ესე იგი, არაფრით გამორჩეული, იქაც შეიძლება ითქვას, პირველი მეფეები არაფრით გამორჩეული არ იყვნენ. და მათი უპირველესი საზრუნავი ეს იყო, ესე იგი, მათ ჰქონდათ თავიანთი კონსტიტუცია, რომელიც ჩაწერილია ფაქტობრივად ერთ-ერთ შუმერულ ფრაგმენტში. სადაც ასე წერია, რა არის
ხალხი მეფის გარეშე ცხრის ფარა უმწყემსოდ დარჩენილი. რა არის მიწის მუშაკი გამძღოლის გარეშე ყანა უგუთნისდედოდ დარჩენილი. რა არის სახლი პატრონის გარეშე ქალი ქმრის გარეშე დარჩენილი. აი ასე მოგითხრობს სუმერული ტექსტი. ისე რომ აი ეს მეფობის პრინციპები თავდაპირველ მეფეთა აუცილებელი კონსტიტუცია იყო და ჩაწერილი არის აი ამ ფრაგმენტშიც. მადლობა. ბატონ ღვთისო, მომიტევეთ თუ რამე მეშლება, მაგრამ აი მე თქვენმა მსჯელობამ გამახსენა კავკასიური სახლის მიერ გამოცემული შესანიშნავი წიგნი ძველი აღთქმის წუთის სოფელი ბატონი ზურაბ კიკნაძის ავტორობით და იქ ბატონი ზურაბი რომ მოგვითხრობს ძველი აღთქმის სხვადასხვა პერსონაჟების შესახებ და ამბების შესახებ ყოველთვის ხას უსვამს იმას რომ აი ღმერთი საკუთარ ძალას გამოავლენს იმაში რომ სუსტს დაჩაგროს აძლევს შესაძლებლობას დაამარცხოს ძლიერი დაამარცხოს გაბატონებული და გახდეს მეფე, გახდეს საჯული და ასე შემდეგ. ანუ ღმერთი თავის ძალმოსილებას ავლენს იმაში, რომ ყველაზე სუსტში დებს აი ამ მეფობის იმპულსს და შესაძლებლობას. მოსე ენაბრგვილი ვერ ლაპარაკობდა, ხო? ის გახდა, ხო? წინამძღოლი თავისი ხალხის, დავითი, ხო, მეღორე საერთოდ გარიყული უკანასკნელი შვილი ყველაზე უმცროსი ის ხდება მეფეც და ის ხდება გოლიათის დამარცხებელი ხო აი ბატონი ზურაბი წელს რომ აი გოლიათი რო ყოფილიყო გამარჯვებული ამ ბრძოლაში აქ ღმერთის ძალა ვერ გამოვლინდებოდა ისედაც ცხადია გოლიათის უპირატესობა მაგრამ აი ის დავითი წემსი უბრალო ბოლოშვილი მარჯვებს და ასე შემდეგ. ხო სწორი აქცენტი დამიჭირეთ. ასე არის, ასე ამ ტრადიციას მიყვება ბიბლია, თლიანად და ეს ძალიან კარგად აქვს გადმოცემული ბატონ ზურაბს ძველი აღთქმის წუთის სოფელში, აი ეს პრინციპი და არაერთ შემთხვევაში იგივე დაუშვათ გამორჩეული არის იქ უმცროსი, თუნდაც დაჩაგრული იოსებიც, რომელიც მეფმა გაყიდეს, ხო? და მე ნახეთ როგორ დაწინაურდა იგი ფარაონის კარზე და ძმებს მსნელად მოევლინა. დღე-დღეზე ველოდებით ჩვენ ამას კავკასიური სახლი არ გამოსცემს, მაგრამ ჩვენი წიგნის თაროებზე გამოჩნდება თომას მანის იოსები და მისი ძმები, რომელიც აი ამ ბიბლიური ამბის გავრცობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, თქვენ გქონდათ შეკითხვა, შემდეგ ლევანს მივცემთ სიტყვას. თავი წარმოადგინოთ. აწიეთ, არ შეგეშინდეთ. მოგესალმებით, მე გახლავართ ლაშა სულაქველიძე, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველ კურსელი. ორი შეკითხვა მაქვს. პირველი, რატომ არის რომ მითებში და ლეგენდებში ყოველთვის ძირითადად თქვენ სახსენეთ რომ სამი ძმა არის წარმოჩენილი და სამ შორის უპირატესობა ყოველთვის მაინც უმცროს ძმაზეა. აი თქვენ უცხოური ლეგენდაც ახსენეთ და ქართულ ლეგენდებშიც როგორც ვიცი, სულ ძირითადად უმცროს ძმას აქვს რაღაცა უპირატესობა და მეორე ლეგენდა და მეორე შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ლეგენდების კი ხალხში წარმოიქმნება ხშირ შემთხვევაში ლეგენდები, მაგრამ თვითონ მეფეებიც ხშირ შემთხვევაში ხომ არ უწყობდნენ ხელს, ან თვითონ ხომ არ ქმნიდნენ საკუთარ თავზე რაღაცა ღვთაებრიობას ან ლეგენდებს. იმიტომ რომ აი ბაგრატ მეოთხის მაგათ თუ სწორად მახსოვს ხო ბაგრატ მეოთხის იმერთა მეფის მაგალითი ახსენეთ და თუ არ მეშლება ბაგრატ მეოთხე არ იყო იმდენად ძლიერი მეფე და საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა იმერეთის სამეფოში. ამიტომ მას ხომ არ დაჭირდებოდა რომ მის თავზე გარკვეული ღვთაებრივი ლეგენდები შეიქმნა და გავრცელებინა, რათა ხალხის მხარდაჭერა ქონოდა. ნუ ეს ჩემი ვერსია. თქვენ რას ფიქრობთ ამას? დიახ, გიპასო. დიდი მადლობა. კეთილი. პირველ კითხვაზე ფაქტობრივად ჩვენ წინა შემთხვევაში ვუპასუხეთ, რამდენადაც სამ უმცროსი ყოველთვის დაჩაგრული იყო, რადგან მემკვიდრეობა გადადიოდა უფროსებზე, მოგეხსენებათ. და ამიტომ დაჩაგრულის მხარეზეა ყოველთვის ღმერთი. ეს ასე არის ყოველთვის, ეს განგების ძალა ასეთი, რადგან წუთისოფლის დევნილებს და ობლებს ღმერთი მფარველობს. ეს პრინციპი გატარებულია ყოველთვის. სამი ეს რაღაც სრულყოფილებაა ყოველთვის, სამი გვხვდება ჩვენ უძველეს ცივილიზაციებშიც, მაგრამ ჩვენს კულტურაზე, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა თვითონ იმ მოგესწრებათ ჩვენმა კულტურამ, ქრისტიანულმა კულტურამ. ხშირად სამში გულისხმება ხოლმე სწორედ ის ქრისტიანული პრინციპი, მაგალითად ხშირია ხოლმე ჩვენთან, რომ სამი სხვადასხვა ეპოქის მეფე ერთად აშენებს
ერთ ტაძარს, ასეც ხდება ხოლმე, რადგან სწორედ მითოში დრო შეკუმშულია და ხდება ეს სამი რამ. მაგრამ შემდეგი კითხვა, რაც თქვენ დამისვით, რომ აი მეფეები ხომ არ ცდილობენ, რომ ასეთი რამ იყოს, რა თქმა უნდა, შექმნან. ასეთი რამ არის, მეფეს ყავს თავისი კარის ისტორიკოსები და ჩვენ ეს ვიცით, მაგალითად, ყველა ვიცნობ თამარ მეფის ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი, გასაკვირველია იქ თამარ მეფე პირდაპირ გამოცხადებულია ასე, რომ გადიდებულდნენ, ესე იგი, რომ გააზნაურდნენ მიწის მოქმედნი და აზნაურნი, გადიდებულდნენ და დიდებულნი გახელმწიფდნენ, ხოლო ხელმწიფე თამარი სამებასაშინა იხილვებოდა ოთხებად. ანუ ღვთისმსწორად წარმოგვისახავს კარის ისტორიკოსი. რასაკვირველია ეს იდეოლოგია მეტნაკლებად გავლენას ახდენდა. ეს იყო სახელმწიფო იდეოლოგია თამარ მეფის დროს. გარკვეულ გავლენას ახდენდა, რადგან შეიქმნა მითოსი, მარადიული გაზაფხულის მითოსი, საბოთხის მითოსი თამარ მეფის ეპოქაში. მაგრამ რა თქმა უნდა ხალხი არ მიიღებს იმას, თუ ეს მისთვის მისაღები არ არის. ანუ ხალხი არ არის ინდივიდუალური შემოქმედი, როგორც ლიტერატურაშია მწერალს შეუძლია ნებისმიერი სიუჟეტი თავისი თვალთახედვით გარდაქმნას. მაგრამ თუ კოლექტივმა დასტური არ მისცა, იმ გადმოცემას ხალხი არ მიიღებს, არ გავრცელდება, თაობიდან თაობას არ გადაეცემა, რადგან ხალხი არის თანაშემოქმედი. ეს არის კოლექტიური შემოქმედი და ამ ტექსტებში გამოხატულია პირველ რიგში კოლექტიური ცოდნა, რომელიც ეფუძნება არქეტიპებს, მითოლოგიურ მოდელებს და აი ამ ცოდნას ხალხი გადმოცემს სწორედ აი თავისი მოდელებით, არქეტიპებით გადმოსცემს. ისე რომ აქ რეალური ისტორია არაფერ შუაშია. ამიტომ ჩვენ ფოლკლორს არ ვიყენებთ ისტორიულ წყაროდ არასოდეს. ჩვენ გვაინტერესებს როგორ უყურებს ხალხი თავის ისტორიას, რა მოდელებით გადმოსცემს ხალხი, ეს არის ჩვენთვის საინტერესო პირველ რიგში და არა როგორც ისტორიული წყარო, რადგან ფოლკლორი ანტიისტორიულია. ფოლკლორს არ აინტერესებს ისტორიაში მომხდარ ამბავთა ქრონოლოგია, ზუსტი ქრონოლოგია. გასაგებია, ხო აი მაგალითად პირველი მეფე მაინც თამარია ქართულ ფოლკლორში. რადგან სამოთხის მითოსი იქ მთავრდება და მერე იწყება დაცემული კაცობრიობის ისტორია. ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი ეს არ არის ისტორიული წყარო. უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს აქ როგორ უყურებს ხალხი თავის ისტორიას და რა საკრალური ელემენტებით მოსავს მას. რაც შეეხება ბაგრატ მეოთხე, ეს იყო სუსტი მეფე და მე მფიქრობ, რომ აი აქ მონაწილეობს როგორც მეფეზე, ეს არქეტიპი გავრცელებულია მეფეებზე, რომ ციდან ჩამოვიდა მეფობა და ეს მოდელი შეიძლება ნებისმიერ მეფეს მოერგოს, მათ შორის ბაგრატ მეფესაც. და ის რომ ისინი რჩეულობის ნიშნებს ატარებენ, სხვანაირად ხალხისთვის ის უზურპატორი იქნება. ის ლეგიტიმურობას უწყობს ხელს ამგვარი ელემენტები. ხო, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ბაგრატიონების ხო საუკუნეების მანძილზე თავისი ლეგიტიმურობის ასამტკიცებლადაც რო თქვა, ამბობდნენ რომ ბიბლიური დავითის შთამომავლები იყვნენ და თუნდაც დავითის ისტორიკოს, როდესაც დავითის საქმეებს გაანკარგავს, სულ ან ბიბლიურ დავითს, ან ალექსანდრე მაკედონელს და უკავშირებს და სხვათა შორის დავამას დავწენ ყივჩაღებზე მახსოვს რომ ამბობს აი ყივჩაღების ჩამოსახლება რომ გაამართლოს ისტორიკოსი ამბობს რომ სული წმინდის მადლით გადაწყვიტა დავით აღმაშენებელმა რომ ყივჩაღები ჩამოესახლებინა. რა თქმა უნდა სეკულარული ისტორიისთვის ეს არის სეკულარული კუთხით თუ შევხედავთ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაგრამ დააკვირდით როგორ აღწერს ახლა დიდგორის ომს ისტორიკოსი ხო? ესე იგიო წმინდა გიორგი წინ უძღოდა და თვითონ მუსრავდა მოძალებულ მტერს. ეს უკვე მითოსური ცნობიერების ადამიანისთვის არის, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი, რეალური ამბავი, მაგრამ სეკულარული პოზიციები და რა თქმა უნდა, ეს არ არის თანამედროვე. ამიტომ ჩვენ მითოსს არ უნდა უყუროთ თანამედროვე პოზიციებიდან, როგორც უყურებს მას მისი შემქმნელი ხალხი. მითი უნდა დავინახოთ მისი ფუნქციით ყოფაში. მადლობა დიდი. მადლობა. ლევან თქვენ გქონდათ კითხვა და გთხოვთ თავით წარადგინოთ. მიკროფონი არ აგვაქვს, მე ვიტყვი რეგიონებისთვის. მოგესალმებით, ლევან ტიტიშვილი, თერეთიდან საინგილოდან შეაგრძელება აკავასიუს სახში ლექციებს, რომელიც იმართება ბატონ ლევანს და აი მშვენიერი ლექცია იყო ბატონო ღვთისო, მაინტერესებს მეც ორი კითხვა მაქვს, თუ არ დაგლით
ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. პირველი არის მე უსინათლოა რომ ყოველთვის უსმენ ესეთ ლექციებს, ასევე მიყვარს კითხვა, სიმართლე გითხრათ და ბრაილის შრიფტით, ასევე აუდიო და დღესდღეობით ხმოვანი პროგრამის მეშვეობითაც უამრავ ელექტრონულ წიგნს ვკითხულობდა. ესეთი რაღაცა მაინტერესებს, აი ბერძნებმა რომ გაიდაცეს ეს უფრო საწმისი, აი რა მიზანი ჰქონდათ და მეორე მაინტერესებს ესეთი აი სიზმართან დაკავშირებით მოყევით წეგან. ანუ მე მაგალითად უსინათლო ვარ, არის ესეთი აი ისე რომ უსინათლოებიც ხედავენ სიზმარს და მეც ანუ ხედავ ოღონდ სიზმარში ვერ ხედავ უბრალოდ აი ის ადამიანები წარმომიდგებიან, თქვათ, აი ვისაც ველაპარაკებიან, ის სივრცე, სადაც დავდივარ, ანუ რელიგიური იმითი, ანუ ქრისტიანული იმით არის, რომ სიზმარი, ანუ სიზმარს არ უნდა დაუჯერდო. ეხლა თქვენ აი წინასწარმეტყველური სიზმარიც ახსენეთ და მე რაღაც აი ხანდახან ეჭვი მეყარება, ანუ ფროიდსაც აქვს ეს და აი თქვენ რა სიტყვით ამაზე კარგად ვერ ჩამოვაყალიბებ, ანუ დასაჯერებელია თუ რა სიზმარი, როდესაც ძველ აღთქმაშიც არის, რომ იაკობმა ნახა ხო სიზმარი, რომ აი კიბიდან ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, თქვათ, რაღაცა მსგავსი ძველ აღთქმაშიც არის და რა სიტყვით ამის შესახებ უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ლევან, ოღონდ ბატონი ღვთისო, ვერ გვეტყვის სიზმარი დასაჯერებელია თუ არა. ჩემს კომპეტენციას ეს წუდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ფუნქციას გვეტყვით. ფუნქცია, რა თქმა უნდა. რა ფუნქცია აქვს სიზმარს, რა თქმა უნდა, სიზმარი, ესე იგი, მითებს უწოდებენ კაცობრიო, თომას მანი უწოდებს სხვათა შორის მითებს, კაცობრიობის სიზმრებს. ხოლო ჩვენი სიზმარი, რასაც ჩვენ გვესიზმრება, ეს არის ჩვენი კერძო მითოსი. აი ეს არის ჩვენი კერძო მითოსი უკვე და ეხლა დანარჩენი ეს როგორ აცხადდება და როგორ ეს მე არ ვიცი ეხლა ეს უკვე მე არ მესმის, მაგრამ არსებობს ძალიან საინტერესო წიგნი, ეს გახლავთ კარლ გუსტავ იუნგის სიზმრები, ეს არის ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც თავის პაციენტებს სწორედ მათი პირადი სიზმრებით კურნავდა. მას ყავდა მძიმე პაციენტებიც, ნუ გასაგებია მისი პროფესიიდან გამომდინარე და ამ მძიმე ავადმყოფებს, რომელიც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, სწორედ მათი სიზმრების საშუალებით კურნავდა. და აი მას აქვს მოთხრობილი ერთი სიზმარი ამ წიგნში. ძალიან საინტერესო სიზმარია მითოლოგიური სიმბოლოებით, ძალიან საინტერესო. იქ არის რაღაც განძი, მიწისქვეშა განძი, ეს ხდება მოქმედება ძველ ესპანურ ქალაქში, გასაგებია ეს სივრცე, ყველაფერი ამას ხედავს ეს პაციენტი, მაგრამ სამწუხაროდ მისმა ასისტენტმა ეს სიზმარი გვიან გადაუგზავნა კარლ გუსტავ იუნგსაც საბედისწერო აღმოჩნდა პაციენტისთვის, მან თავი მოიკლა და გუსტავ იუნგი წერს, რომ მე რომ ცოდნოდაო ეს სიზმარი დროულათო, შეიძლება განმეკურნა ეს პაციენტიო. ამდენად არ ვიცი ახლა მითოლოგიით ხსნიდა ის სიზმრებს ზუსტად, მაგრამ ამდენად ეს უკვე სხვა სფეროა, უკვე ფსიქოანალიტიკა, რომელიც შორდება უკვე ჩვენს მითოს, მაგრამ როგორც თქვით, მითოს უყურებენ როგორც კაცობრიობის სიზმრებს და ეს საინტერესოა. აი მეორე შეკითხვა ლევანს ჰქონდა ოქროს საწმისთან დაკავშირებით. ოქროს საწმისი რა ფუნქცია ჰქონდა ოქროს საწმის? ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა კამათია, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე დამაჯერებელი ვერსია, რომელიც მე მიმაჩნია დამაჯერებლად, სწორედ აი უკავშირდება ჩვენს დღევანდელ ლექციას, სწორედ მეფობას უკავშირდება, რადგან ეს იყო მეფობის დავლათი. მეფობის დავლათი, რომელიც წამოღებული იყო იქ ის სწორედ ის ოქროს საწმის ის ცხვარი აქ შეწირეს კოლხეთში, წამოსული იყო საბერძნეთიდან, ელადიდან და აქ არესის ჭალაში დაკლეს და ბერძნებმა ეს დაიბრუნეს სწორედაც. რადგან ის მეფობის დავლათი წეღარო ვახსენეთ ჩვენ გადადიოდა შუმერის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქზე, იმ მეფობის დავლათმა გადმოინაცვლა კოლხეთში. და სწორედ წაიღეს, ესე იგი, ბერძნებმა დაიბრუნეს ოქროს საწმისი. დიახ, დაიბრუნეს ეს იასონმა წაიღო კოლხეთიდან და მედიაც თან გაჰყვა. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი იყო ასეთი რამ. აი ერთი კიდევ ხო არ არის შეკითხვები მეგობრებო, მანიშნეთ, მაშინ გთხოვთ კეთევან თქვენ და მე ერთ შეკითხვას აქედან ამოვიკითხა. მოგესალმებით, კეთევან ცხოვრებაშვილი.
დიდი მადლობა პირველ რიგში შესანიშნავი და ძალიან საინტერესო დახუნძლული დეტალებით ლექციისთვის. კითხვა მაქვს ასეთი. ქართულ ფოლკლორში ან წერილობით წყაროებში, რომელიც ფოლკლორს არ მიეკუთვნება და რაღაც სხვა სისტემატიზაციის ერთ-ერთ ესე ვთქვათ დარგს მივაკუთვნებთ, არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სხვადასხვა რეგიონებში, სვანეთში, მთიულეთში, თათუშეთში და ასე შემდეგ, ყველგან მაინტერესებს. სამეფო ხელისუფლების მირონცხებულობის და ლეგიტიმაციის, რომელზეც თქვენ ძალიან სწორად და კარგად აღნიშნეთ ლექციის პერიოდშიც და შემდგომ, რა ესე ვთქვათ შეხედულებები არის, ძირითადი შეხედულებები, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ ქართულ და კავკასიურ აზროვნებაში და შუამდინარულ აზროვნებაში, ზოგადად ეგვიპტურშიც, რომაულშიც, ბერძნულშიც და კიდევ სხვაგან ძალაუფლების, ხელისუფლების სისწორეს, მარტივად რო ვთქვათ, ანუ ლეგიტიმაციას საკრალური სამართლის ნორმებით ამყარებდნენ ხოლმე. იგივე ეგვიპტელები ამბობდნენ, რომ თქვენ როგორც ბრძანეთ ნაწილიანები, ანუ ნიშა, ღვთაებრივი ნიშანის მქონე და რაღაც სიბრძნის და ასე შემდეგ. უფრო სხარტად შეკითხვა რა არის. დიახ, აი ასეთი ესე ვთქვათ, შეხედულებები, რომელიც მსოფლიოს ყველა კულტურაში არსებობდა, უკაცრავად ქართულ ფოლკლორში როგორ არის, ვთქვათ, ასახული. დიდი მადლობა, რომ ვცლად დავსვი კითხვა. დიახ, გასაგებია ჩემთვის. მე დეტალურად აღარ წარმოვადგინე, რომ არ გაწერილი იყო ჩვენი ლექცია და შემიძლია ახლა გიპასუხოთ ეს რასაკვირველია, რომ სხვადასხვა საკრალური სიმბოლოებითაა წარმოდგენილი სწორედ მათი მეფური დიდება, რასაკვირველია, ჩვენ თამარზე ვთქვით, რომ იგი არის მარადიული გაზაფხულის დედოფალი და ეს ტექსტები გავრცელებულია შიდა ქართლში, სვანეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში. მაგრამ აი საინტერესოა მე ერეკლე მეფეზე მოვიყვანე ერთი სიმღერა, ლექსი, რომელშიც იგი არის გადაგდებული ბავშვი, ირიმის რძით გაზრდილი და მონადირის მიერ ნაპოვნი. მაგრამ ერეკლე მეფეზე სხვა ტექსტებიც აგვაქვს ჩვენ, მაგალითად არის ხევსურული ტექსტები, საერთოდ, როცა მოგვითხრობენ ხევსურული ტექსტები, რომ ერეკლე მეფე მათ ფარველ წმინდანებს პირადად ელაპარაკებოდა. ანუ შედიოდა მაგალითად არის ასეთი ადგილი გუდანის ჯვრის კვრივი სანეზე, სადაც თვით ხუცესები შედიან მარტო განსაკუთრებული რიტუალური განწმენდის შემდეგ და ერეკლე მეფე შედიოდა იქ, თავის ხმალს მზის სხივზე ჰკიდებდა და პირადად ელაპარაკებოდა მფარველ წმინდანებს. და ეს ხმა გამოდიოდა გარეთ და ესმოდათ აი ასე მოგვითხრობს ხალხური ტექსტები ერეკლე მეფის შესახებ. მეორე გვიყვება, რომ არის ვრცელი ლექსი ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე, რომ ვერ გაიგეთა ქართველნო შაგეხსნათ რკინის კარია, აღარ ყავთ მეფე ერეკლე, არც მისი საომარია და ასე შემდეგ. და იქ ნათქვამია, რომ ერეკლე მეფის ძვლებს მირონის დის. ან აი ასეთი გადმოცემა არის. ხოლო თამარ მეფე არ მომკვდარა სვანური გადმოცემების მიხედვით, ის მას ოქროს კუბოში სძინავს და როცა გაუჭირდება საქართველოს, იგი უეჭველად აღსდგება და დაეხმარება თავის ქვეყანას და ეს სრულ შესაბამისობაში არის დასავლეთ ევროპის გადმოცემებთან, აი ამ მეფეების მითოსთან დაკავშირებით, რომ ფრიდრიხ ბარბაროსა და კარლოსი მათ სძინავთ გამოქვაბულში და როცა იქნება მეორე მოსვლა, საბოლოო ჟამი რო იქნება, ისინი უეჭველად გამოვლენ, შთაბერავენ საყვირს და ამ საყვირის ხმაზე გაიმართება უკანასკნელი ბრძოლა. ესე იგი, ეს სრულ შესაბამისობაში აბსოლუტურად ქართული მითები, აი დასავლეთ ევროპულ და უძველეს ცივილიზაციებთან და ამ კუთხით არიან წარმოჩენილი. არის კიდევ სხვა მითები, მაგალითად, ერთი საინტერესო მითი მოჰყავს.
ვსევოლოდ მილერს მოჰყავს თავის ოსურ ეტიუდებში, ასეტინსკი ეტიუდი. მას აქვს ეს გადმოცემა ჩაწერილი სხვათა შორის ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელი კამუნტა 1880 წელს ჩაუწერია, წარმოიდგინეთ, ეს თქმულება და თხრობელი ყოფილა, როგორც უწერია ვსევოლოდ მილერს, თლათ შუმერთა მეფეების 32000 წლის არა, 122 წლის წერია ასეთი ასაკი. და ის უამბობს ასეთ გადმოცემას, რომ იყო ქართველთა მეფე ერკინი, რომელიც ყოფილა მეტად სამართლიანი და სიკეთით დაჯილდოებული მეფე და ერთხელ როდესაც როდესაც ერთხელ სადილობის დროს ხელში ეპყრა თასი და ღვინო უნდა დაელია, მასთან შევიდა მათხოვარი, ავადმყოფი მათხოვარი და მეფე მას შეასვა თასით ღვინო და აი ამ დროს ციდან ჩამოვიდა ღრუბელი და მეფეს თავზე ოქროს გვირგვინი დაედგა და ეს გვირგვინი მერე გადაეცემოდა მის მემკვიდრეებს. აი ეს თქმულება ჩაწერილი ვსევოლოდ მილერს დაბეჭდილია ოსურ ეტიუდებში. ისე რომ ყოველთვის მეფეები საკრალური ნიშნებით არიან წარმოდგენილი სხვადასხვა კუთხის გადმოცემებში და ერთმანეთს ავსებენ. და ყველა ამ სიმბოლოს თავისი პარალელები დაეძებნება, როგორც სხვა ტრადიციებთან, ისე უძველეს ცივილიზაციებთან. მოდით დიდი მადლობა გადაუხადოთ ბატონ ღვთისოს შესანიშნავი ლექციისთვის. და ვიმედოვნებთ, რომ როცა ჩვენ შესვენების შემდეგ გავაახლებთ მუშაობას, კიდევ ერთხელ გვეწევა იგი სექტემბერში, ანუ ჩვენს საშემოდგომო სესიაზე. მეგობრებო, თვალი მიადევლეთ ჩვენს ჯგუფს სოციალურ ქსელებში, იქ მიიღებთ ყველა ინფორმაციას ჩვენი შემდგომი შეხვედრების შესახებ. მგონი ჩვენი პირველი სესია შედგა შესანიშნავი ლექტორების და პროფესორების დამსახურებით და რაც მთავარია, თქვენი შეკითხვების ამარაა ეს პროცესი მთლიანად და დიდი მადლობა თქვენ აქტიურობისთვის. დროებით